ზურა გირჩი ჯაფარიძე. სანამ ისევ გარეთ არის და გადაცემის წინ ისეთი რაღაცა გავიგე ხალხო ესე იგი რაღაცაზე ვახსენეთ და მამა ფლექსი არ იცოდა. ანუ იმდენი ხარი ის დაკაცით ყვილა ციხეში რომ მამა ფლექსი გამაზამთლიანად. დამიკაკუნეს და მომიბზადეო რა, ჩაალაგეო გადიხავდა. ციხის წინ სიცივეში მაისურით ტრაოლტას გიფივით. სამი სტრატეგიული ხაზი გვაქვს, რაც ყველა შეთანხმებულია. ხიდან აი ამ ერთობამ რა ტიპის კონტურები უნდა მიიღოს? ჩვენი არ არის ლაპარაკი, კუნთები არის იმათი არა. ამაზე ვერთანხმდებით მე და გიო. ხო არა, იმიტომ რომ ახალსახებს ხალხი გადაგვიწყვიტე ხა კურდულას. მაგრამ მგონია რომ ამ ბრძოლაში ეგ იქნება არასწორი. და მეც დამაშინეს, ხედა უკვე სიტყვებს ისე ფილტრავ რომ სადმე არა მოჭან არ დადუნა, ამას კიდია, კაია, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი ამოსავალი საბოლოო ჯამში მე და ჩემი ოჯახი ვარ, მე არასდროს წასვლას არ ვაპირებ აქ. ეგ რაზეა დამოკიდებული, იმათ უნდა დაინტერესოთ ამ თემამ. აი ევროპარლამენტში ან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაცდებით რომ ფართო კონსენსუსია მაგაზე, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. ზედმეტი წონა ხო არ მივანიჭეთ საერთაშორისო წნეხს ამათზე. თელ პოსტსაბჭოთა სივრცეში კოცები არიან ერთადერთი ვისაც არ ელაპარაკება. დღემდე ადამიანმა დაინახეს რომ ეს ხალხი ბრძოლისთვის არის მზად. გამარჯვებამდე როგორ მივდივართ, ბრძოლის სტრატეგია რა უნდა იყოს და მაგაზე შეთანხმება არის ცალ-ცალ. აი მისთვის მიუღება რაღაცებზე მოუწევს დათანხმება და აი მაგის რატომ დაიშალა გირჩი 2020 წლის არჩევნების მერე? ეს ხალხი არის ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს ხალხი აქტიურად არიან ბრძოლაში. ჩვენმა კოალიციამ დაკარგა ორი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი. ეგ არის ყველა კვლევა ჩვენ ვართ აქეთ მხარეს ვარ ორჯერ მეტი ვიდრე არიან იქით მხარეს რა. და პრინციპში ეს რო რუსული ხელისუფლება ბოდიში გაწყვეტინება, მაგაზეც არის ეგ კონსენსუსი ნეტა. გამიკვირდა ცოტა, მე მეტ გინებას ველოდი. ყობახიძის გინებაზე ბიზნეს პრობლემა არ აქვს, აგინე რამდენიც გინდა. ვერ შედგა ვერასდროს და ყმის დაღების დონეზე და. ეხა შედგება. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ზურა გირჩი ჯაფარიძე. სანამ ისევ გარეთ არის, ჯერ გთხოვეს რომ იქნება მოასწროთო, სანამ გარეთ არის და გადაცემის ჩვეულებრივად დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ გადაცემის წინ ისეთი რაღაცა გავიგე ხალხო, ესე იგი რის გამოიჯდა ციხეში რომ ტყუილაში და კი იცით და ამასობაში იმდენი ხანი გასულა, ესე ჩვენ გარეთ რომ ვართ ვერ აღვიქვავთ რომ რაღაცაზე ვახსენეთ და მამა ფლექსი არ იცოდა. მეთქი რა ეს ხოლმე. ანუ იმდენი ხანი ის დაკაცით ყვილა ციხეში რომ მამა ფლექსი გამაზამთლიანად. ის სიმღერა საერთოდ ეგო რა არის? დავგუგლავ. გაერთობი მაგაზე. აი ესეთი რაღაცა საახალწლო და სამხიარო დასაწყისი გვაქვს, ბარემ დაჭერის ამბავი ვახსენებ. დაჭერის ამბავზე უფრო რეზონანსული გამოდგა გამოშვების ამბავი. ხო და მაგითი მინდოდა დაწყება რა. კი ბევრი აღარ არის ალბათ მაგაზე სალაპარაკო, მაგრამ კითხვა მქონდა ეგეთი, რაც მე მგონი არ გილაპარაკია. მაინც რას ფიქრობ, რატომ მოხდა ეს შენი ადრე გამოშვების ამბავი რა? ანუ წინა დღეს Facebook-ზე იყო რომ აი დაორგანიზეთ აბა ჯაფარ ამ საათზე გამოდის ვიღაცები ჩამოსვლას აპირებდნენ და უფრო ეგ ამბავი იყო რომ იქ მათივე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ რაღაც კარწინ კარდახვედროდათ რომ აი მე ჯაფარა გამოვიდა და ჩავეხუტეთ და რაღაცა თუ აი ესე უბრალოდ რაღაცა ვატკინოთ და გამოვაგდოთ სიცივეში ტრაულტას გიფივით იდგა ალბათ ჯაფარა იქით და ერთი რომ არ მეგონია რომ პენიტენციური ამბავი იყო, იმიტომ პენიტენციური ხა იქ 7 თვე გავატარე და დამოკიდებულება არ იყო ეგეთი, ოდნავადაც კი ბადრაგები დაწყებული ციხის უფროსი დამთავრებული, რავი, ნორმალური ესეთ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რა, რაღაცაზე გეუბნებოდნენ, არა, გასაგები იყო, რომ არა, რაღაც წესები თუ ესე არის, მორჩა რაღაც წესებს ემორჩილებიან. მაგის იქით რამე ესეთი დისკრიმინაციული რაღაცა მსგავსი არაფერი არ ყოფილა, რავი, ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ესეც იყო, რომ დაახლოებით 3 კვირით ადრე ვიკითხე, რომ ზუსტად რა რიცხვში გავდივარ და რომელ საათზე და მითხრეს რაღაც 22-ში გიწევსო და რაღაც ერთ დღეს ჩუქნიანო და რადგან ეთხოვა შაბათ-კვირას, ამიტომ 19-ში გავხვალო. და 19-ზე რო ვიკითხე 19-ში რომელ საათზე თქო, პირველი პასუხი რაც იყო, რომ რა ვიცი, დილიდან გაიღებაო და რა როცა გინდა გახვალო და არა დამაეჭვა რა, იმიტომ იქ არაფერი ეგრე არ არის, როცა გინდა ყველაფერი არის რაღაც იმ გრაფიკის მიხედვით რა და სადღაც ერთი კვირა იყო დარჩენილი, ვიკითხე რა, ბადრაგს კითხე რომ მეთქი დაახლოებით საორიენტაციოდ რომელი საათი მეთქი რა და მითხავ საორიენტაციოდ დაიღებ 11:30 ალბათ დაახლოებით ეგრე შვებიანო რა და ჩემივით გავარცხრე მე 11:30 მეთქი და ყველა მისვა 11:30 და 9-ზე და იქ რაღაც საათი რაღაც ამაც ჩემებმაც იცოდნენ რომ 10-ზე მოვალთ 9 საათით ადრე მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომ ვაი და ცოტა ადრე გამოხვიდე და მე იყო დილით რომ მორჩი აი დღეს
2019-ში ძირითადად ვარჯიშს მოვშდი, რაღაც ვიარე და დავალაგე, რაღაც გავასუფთავე, რაღაცა სუფთა დამეტოვებინა მილაგებული და 8-15 წუთზე დამიკაკუნეს და მომიბზადეო რა, ჩაალაგეო, გადიხარო. მეთქი არაფერი არ მაქვს, მეთქი ანუ რაც გამოვედი მაისურით, ეგრე ვიყავი, არაფერი არ მქონდა, იმიტომ რომ წინა დღეს, რაც წიგნები მქონდა, დარჩენილი ყველაფერი გარეთ გამოვუშვი. და ერთადერთი ქურთუკი უნდა შემოეგზავნოთ, რომ მომეცვა და ეს ქურთუკი თუნდაც ვერ შემოაგზავნეს, იმიტომ რომ რაღაცა სტანდარტებში არ ჯდებოდა და მაგიტო გავიჩნდე მაისურით რა. რაღაც ევროპული კინოები როა წარმოიდგინე ციხის წინ სიცივეში მაისურით ტრაოლტას გიფივით. ხო და რო 15 წუთზე რო მითხა 15 წუთში მე 8-მდე არავინ არ გამოჩენილა, ანუ 45 წუთი გავიდა 15 წუთის მაგივრა და 8-ზე არის შემოწმება, გეცოდინება შენს რომ მოდიან და საკანს ამოწმე ყოველ დილით რა გადიხარ გარეთ. ხო, იქ 8-ზე ჩვენთან 8-ზე იყო და 8-ზე რომ მოვიდე ბადრაგები, შოროთ კარები გავაღე და ნუ გავედი გარეთ რა, რომ გააღეს იმათმა რომ მე ვიცი რომ შევლენ ახლა შეამოწმე ყოველ დილით ეხება და მითხესო წავედითო და ანუ მე გავდივართ მე და ხო და წამოიღო და მე არაფერი არ მაქვს და მაღვიძარა წამოიღე ჩემ მეგობარს აჩუქრეთ და რაღაც პასტარით იწერდი ის ქონდა ჯიბეში მეტი არც არაფერი არ მქონდა ტელევიზორი და მაცოვე რო წამოიღე არა დავტოვე ხო რომ მიტარეს წამზე მოტეხილი ქონდა და მოტეხილი მედი ანუ მაინც ალბათ იმიტომ რომ იქ რაღაცა შეხვედრის კადრები პოზიტივი რაღაცა არ ყო ალბათ სავარაუდოდ ხო მაგრამ მან პრობლემა რა იყო რომ ერთი მეგონა რომ მეთქი ეთქო პროცედურებს ჭირდება მეთქი ალბათ 2 საათი თქო მეთქი რაღაც საბუთები ისა და ნუ ისე მოხდა რომ რაღაც ჩემი ყონა რაღაც 2 ფურცელი იყო ხელი მომაწერინას ერთი შენიაო მეორე ჩვენიაო და ჭიშკის გარეთ გამომდგეს რა და იქთან ის არის რავი გარდაბანი იწყარ ვა ადამიანი არ არის ცოცხალი რა მართლა და შევტრიალდი უკან და მე დამარეკინეთ მეთქი რა პრობლემა იყო რომ არ დამარეკინე სინამდვილეში ანუ თუ რამე პრობლემა იყო იქ იყო ეგ რომ უფლება არ აქვს რომ დაგარეკინოთო ეუბნება დამარეკინეთ რომ უბრალოდ გავაგებინო ანუ 8 საათია და ჩამოვლენ ყველაზე კარგ შემთხვევაში 10-ზე 2 საათი პროსტ გავიყინები და თან კარგად უძლებს იცივეს მაგრამ ნუ ძალიან ციოდა 8 საათზე ცივა რა და არა ვერ დაგარეკინებთო მე უფროს დავაძახებინე ვერც მე ვერ დაგარეკინებო მეთქი შემაში დავждები სადმე სიტყვოში რა და არა ვერ დაგვსამთო შიგნითო და ბოლოს მითხეს რომ მოსაცდელს გაგიღებთო და ისიც არ გაუღიათ და მე პროსტ გამიმართლა რომ ვიღაცა იმან ტაქსმა ჩამოიარა რომელიც პროსტ გაჩერდა იმიტომ რომ ვიღაცამ დაურეკა რაციაზე და რო არ ელაპარაკა თან და გააჩერა და რაციაზე ლაპარაკობდა და მივედი დაუკაკუნე და რომ ხედა კი მიცნო და მე ტელეფონს დამარეკინეთ მეთქი 2 წამი მეთქი ეხლა დაგიბრუნეთ მეთქი და რასაკეთებდა მეთქი რა ციხიდან გამოვედი რა ის არ მოიდგინე ტაქსისტი როგორ ყვება სახშიც გადადის ტრასაზე გამოდი ვარ გავიხედა ზურა ჯაფარიზე დგას ვაი მეთქი მაგდერი არ დავილევი ის ერთი დღე რატო გაჩუქეს თუ იცი შენ ერთი დღით ადრე რატო გამოვიდა ებზოლე კიდე საპატრიარქოს აი რომ მითხეს სხვადასხვა უთხარი მე გადამოწმეთ მეთქი არ მაჩუქებენ არაფერს გაჩუქესო და ნუ რა ვიღა ახლა გაჩუქეს მაჩუქ გადავიდეთ ეხლა უფრო ისეთ საქმიან თემებზე. იცი რამ დოდა მეკითხა პირველი რაც გამოხვედი როგორც ვიცი დადიხარ და სხვადასხვა ადამიანებს პროტესტში წინააღმდეგობაში ჩართულ აქტორებს ასე ვთქვათ ხვდები და ელაპარაკები იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ეს ინფორმაციული ვაკუუმი შეგებსო რომ იქნება მამოფლექსის გარდა კიდე რაღაცები არ გაგიგია ამ ერთ წელში და რა დასკვნა გამოიტანე საბოლოო ჯამში ამ შეხვედრებით ზოგადად რო გითხრა თუ გინდა ზოგიერთ შეხვედრაზე უფრო დეტალურადაც გითხარი ექსკლუზივები გიყვარს ჩვენ და არ ვიცი აი რა დასკვნები გამოიტანე მათ შორის მე მინდოდა გადავსულიყავი იმ თემებზე ეს ყბადაღებული ერთიანობა რომლის მომხრეც და მე დროშეთ შესულიყავი ყბადაღებული რატო არის ყბადაღებული იმიტომ რომ ვერ შედგა ვერასდროს და ყბის დაღების დონეზე და ეხა შედგება სხვა შანსი არ აქვს და შედგება ზითად მაგაზე ველაპარაკები რა მე მივიდივარ და პირველ რიგში ეხა მეორე წრეზე ვარ დასული ანუ ხელახლა ხვდები კიდე ხალხს პირველ წელზე როცა ხვდებოდი ძირითადად უსმენდი რა მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ როგორ ურაფასებდნენ უკვე დღევანდელ რეალობას რა შეხედავდნენ გამოსავალს და პრობლემებს ატხედავდნენ მეწილად შემიძლია გითხრა რომ რავია 80% ერთ და იგივეს ყובה ყველა გინდა პოლიტიკოსი შეხვდი გინდა აქტივისტი შეხვდი გინდა სამოქალაქო სექტორის რომელიმე წარმომადგენელს 80%-ში ერთ და იგივენაირად აფასებს ყველა არსებულ სიტუაციას გამოსავალსაც პრინციპში 80% ერთნაირად ხედავს დაჟე მეტი ალბათ და მათ შორის ეს ყადაღებული ერთობას კი იძახი შენ მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ერთობაზე ჩამში ყველა ხვდება რომ ეგ არის გამოსავალი უბრალოდ მაქამდე მისასვლელი გზები არის განსხვავებული სხვადასხვა ადამიანების გონებაში განსაკუთრებით როცა პოლიტიკოსებზე არის ლაპარაკი თორე შეიძლება იყოს ის ადამიანი ვინც მოახერხებს ყველასთან დალაპარაკებას იმ პირობებში რომ ყველას ვიღაცები არ ევასება შიგნით მე ვარ ეგეთი ადამიანი ვინც ყველას ლაპარაკება მიუხედავად იმისა რომ შენს გლანძღავს
კი, რა თქმა უნდა, რა ვიცი, ხა ამ საქმის ის არის, ნაწილი არის. ამ საქმეში რო ხარო ვიღაცები გაგლანძღავენ ყოველთვის, ეგ არ არის არსებითი, მაგრამ არსებითი რაც არის ხა ეს ძალები უნდა გაერთიანდეს. ეს გააზრება ყოველასა, აქ უფრო მეტად აქვს ვიდრე მანამდე, სანამ დამიჭერდნენ. რაღაცები მათ შორის აი აქეთ მხარეს არაპოლიტიკოს ნაწილში ვხვდები, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა პოლიტიკურად უფრო გაზრდილი არის ეს ხალხი. მათ შორის მათი წარმოდგენები და რაღაცები იმაზე როგორ იყო ეს პროცესი ბევრად უფრო დაღვინებულია ეხა. წარმოდგენები მათ შორის პოლიტიკურ მოთამაშეებზეც ბევრად უფრო სწორია ეხა ჩემი აზრით. ანუ მანამდე თუ იყო რაღაცა ან ორი უკიდურესობა, ან რაღაცა ზედმეტი გინება პოლიტიკური კლასის, ან რაღაცა ზედმეტად ჩამოკიდება ამ პოლიტიკურ კლასზე, ხა არც ერთი აღარ არის და არც მეორე აღარ არის და რაღაც რეალისტურად უყურებენ ამ ყველაფერს. ანუ ალბათობა ამ ჭყალებში ყბადაღებული ერთობისა რო შედგეს, ეხა არის გაცდებით მაღალი და მივალთ ჩემი აზრით მაგამ. იცი რატო უყურებენ, მე მგონი სხვანაირად ჩემ თეორიას გეტყვი მაგაზე რა, ცოტა აი გაზრდილი რომ მოგეჩვენა თუ პოლიტიკოსებს ამ პრიმიტიულად რო არაფასებენ რო რაღაცა პოლიტიკოსი და სუდიგას. ცოტა მე მგონი რა ტერმინი გამოვიყენო, მოგიხდათ ციხეში ყოფნა კი არა იმათ თვალში რა. ადამიანმა დაინახეს რომ ეს ხალხი ბრძოლისთვის არის მზად, ანუ მარტო ლაპარაკი და კაი ცხოვრება კი არ უნდათ. არის ეგეც ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა მაგაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით არის ის, რომ თვითონ აქეთა მხარეს პოლიტიკოსების მიღმა ადამიანები ბევრ რაღაცებზე ლაპარაკობდნენ, ბევრ რაღაცების გაკეთებას ცდილობენ ერთად და მათ შორის ერთიანობის გაკეთებასაც ცდილობენ ერთად და ამ პროცესში ან პოლიტიკოსობენ თვითონაც რეალურად და ამ პროცესში დაინახეს, რომ რაღაცები ეგეთი მარტივი არ იყო, როგორც მათ წარმოდგენაში იყო, რაღაცებში გაუგეს ჩემი აზრით პოლიტიკოსებსაც რაღაცები რატო არ გამოდის, იმიტომ რომ რავი, აქ თუ არ გამოდის, იქაც კიდევ უფრო უარესად შეიძლება არ გამოდიოდეს. ამიტომ რაღაცები გადაიაზრეს და ბევრად უფრო რეალისტურად უყურებენ ახლა ამ ამბავს, მაგრამ ჯამში კიდევ იმეორებ თუ გვერდზე გადავდებთ ამ ერთობამდე მისასვლელ გზებთან მიმართებაში არსებულ რაღაც განსხვავებებს ხედვებში, ის რომ ერთობის გარეშე ძალა არ აგვაქვს და ცალკე ვერავინებს ვერ გააკეთებს, ამის გააზრება არის შემიძლია თქვა 100%-იანი ყველასთან. მოდი ცოტა კონკრეტიკაზე რო გადავიდეთ და მე გიორგისაც დავასწრე. ანუ ძალიან ზოგადი საუბარი რო არ გამოგვიდეს, აი დაახლოებით ეხა შენი დღევანდელი გადმოსახედიდან აი ამ ერთობამ რა ტიპის კონტურები უნდა მიიღოს. ეხა ჩვენ ხო აღარ ვართ იმ რეალობაში, როდესაც თქვა არჩევნებია, კარზე მომდგარი ან ნიშნავს ოცნება და რაღაც საერთო სია უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ანუ ამას ხო არ განვიხილავთ. აი ამ რეალობაში ეგრეთ წოდებული ერთობის სახე რა უნდა იყოს, ან ქმედებები რა უნდა იყოს, რომ პირობითად როგორ დავაორგანიზოთ პროტესტის, როგორ დავეხმაროთ ერთად, თუ აი არის ერთი ნაწილი. აუ, ჩემს პირველ რიგში არის შესაძლებელი ზოგადი ხედვა, საერთოდ როგორ წარმოვიდგენი ახლა მომავალი. რომელიც რაღაც მინიმუმ უნდა დაიყოს ორ ეტაპად. ერთი ეტაპი არის გამარჯვებამდე მისვლა, რომ რეჟიმი შევცვალოთ და მეორე არის რეჟიმის შესრულების შემდეგ რაღაცა ტრანზიციული გარდამავალი პერიოდი, ამ პერიოდში რა კეთდება და როგორ კეთდება და ვინ აკეთებს ამას. ეს რაღაცები ერთმანეთზე არის გადამული. ეს გამარჯვებამდე მისასვლელი პერიოდი შეიძლება წარმოვიდგინოთ ფინალი, როცა რეჟიმი ისე იშლება, რომ ბიძინა სადღაც გარბის და უბრალოდ პირდაპირ ეგრევე ვატარებ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ან შეიძლება წარმოვიდგინოთ ფინალი, როცა ბიძინა არ გარბის, მაგრამ ისე იმდენ ხალხი მობილიზდება ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომ იძულებულია დათმობებზე წავიდეს და მივდივართ არჩევნებამდე, რომელიც შეიძლება არ იყოს 100% ისეთ როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ რეჟიმი არის წასული ისე დათმობებზე, რომ ჯამში ადამიანები, ხალხი მოსახლეობა და შესაბამისად მე როგორ პოლიტიკოსების და არა მარტო პოლიტიკოსების ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ოკეი, ამ ბრძოლაში ღირს შესვლა და მაშინ უკვე გადაწყვეტილებას იღებ იმასთან დაკავშირებით, როგორ შედიხარ ამ ბრძოლაში. მან შემოდის ერთიანი საკითხი, ერთიანი პრემიერობის კანდიდატის საკითხი, ისა ტექნიკური მთავრობა, ისა ეგეთი რაღაცები, მან შემოდის და მაგას ვერ გაიქცევი ჩემი აზრით. ამიტომ არის რომ მესმის რომ შეიძლება დღეს არ არის ხა ეგ რაღაცა არ იწვის ეგ თემა, ეს არ არის აქტუალური ამბავი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგეთ საკითხებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ რაც იქნება გამარჯვების საჭირო, რა ტიპის ერთობაც იქნება გამარჯვების საჭირო, ყველაფერზე უნდა მოვაწეროთ ხელი და ყველას უნდა ქონდეს ეგ პოზიცია, რომ თუ გამარჯვებისთვის დავინახავთ, რომ საჭირო არის ეს რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ რაღაცას ვაწერთ ხელს. ეს არის ერთი ნაწილი, ანუ ზოგადი ხედვა, პროცესი როგორ წარმოვიდგენია მომავლის. მეორე ნაწილი არის უკვე გამარჯვებამდე როგორ მივდივართ, ბრძოლის სტრატეგია რა უნდა იყოს და მაგაზე შეთანხმება არის ცალკე ასევე მნიშვნელოვანი. სადაც ახლა ბევრი რაღაცები შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩემი აზრით ძირითადი კომპონენტები რაც არის ის, რომ თანხმდებით იმაზე, რომ უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი, იმიტომ სხვა შემთხვევაში ხალხის ჩართულობა გამორიცხულია, თუ ხალხს არ მიუწევს რაღაცების გადაწყვეტის უფლება. მეორე რაც არის მნიშვნელოვანი არის სრული გამჭვირვალობა, რომ ადამიანები ხედავდნენ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და მათ შორის ეს გზა როგორ წარმოგვიდგენია, რომ კულუარებში რაღაცები არ წყდებოდეს. მესამე ეს არის არაძალადობრივ დისციპლინაზე შეთანხმება, რომ არაძალადობრივში მას კი არ გულისხმობ, რომ რაღაცა თავის დაცვის უფლება არ აქვს, რაღაცა მორალური უფლება არ აქვს, წინააღმდეგობა გაუწია რაღაც არა გააქვს, უბრალოდ ტაქტიკურად არის გაუმართლებელი ჯობია, რომ არ მიცე პროპაგანდას გამოსაყენებლად არანაირი კადრები, თუნდაც საკუთარი თავის დაცვისში, ჩემი აზრით. მაგრამ ნუ ეგეც შესაძლებელი ამბავი არის. ანუ რაღაცა პრინციპები არის ძირითადად. მათ შორის ერთმანეთზე თავდაუსხმელობა როგორც მინიმუმ და თავდაუსხმელობაში რა იგულისხმება ეგ?
ხო, თავდაუსხმობა ცოტა ისეთი ზოგადი ცნება არის, მაგრამ ჩემი აზრით კრიტიკის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ კრიტიკა მგონია ნორმალურია და ჩვენ ამ შემთხვევაში აქეთ ახლა მაგითი განსხვავებით იქით, რომ აქეთ კრიტიკა მოსულა და კრიტიკა უნდა არსებობდეს და ვერც გავაჩერებთ მაგას და არც უნდა გავაჩერებთ, არასწორი იქნება, მაგრამ პირადი შეურაცხყოფები და ეგეთი რაღაცები თუ არ იქნება, ცხადია უკეთესი იქნება, იმიტომ რომ გასაგებია რომ პირადი შეურაცხყოფები როგორც კი ჩდება, ეგრევე პროპაგანდა მას იყენებს იმის სურათის დასახატად, რომ აქეთ არანაირი ერთობა სინამდვილეში არ არის, აქეთ სინამდვილეში არანაირი ძალა არ არის და ასე შემდეგ, რაც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს და ეგ, რავი, ჯამში დამაზიანებელია პროცესისთვის. და ნუ თავარი რაც არის სტრატეგიის გააზრებაში, გამარჯვება და მისთვის ნაწილში არის ჩემი აზრით ის, რომ შევთანხმდეთ რა არის ეს ბრძოლის თავარი ამბავი და ეგ არის ჩემი აზრით ქუჩაში ბევრი ხალხის გამოყვანა. არა ქუჩაში ბევრი ხალხის გამოყვანა მე ამ ხალხით რაღაცა გააკეთო, არამედ იმდენი ხალხის გამოყვანა, რომ გააჩერო ქვეყანა და რეჟიმი, რა საყრდენები ჩამოაცალო. ანუ იმაზე მეტი ვიდრე იდგა ერთი წლის. კი, აი რომ მეუნებია რომ აი 200.000 ხო გამოვედი და არ ეყო ესე იგი და რა უნდა აშუქები მაგის მე რავი ხელს იხუშებ, ხო არ უშევთ ხელს რავი გავართ ხო ისე რუსთავაზე. ესე უნდა გამოვიდეთ 300. 300 თუ არ ეყოფა უნდა გამოვიდეთ 400 რა. 400 არ ეყოფა, ეს ყველა სამუშაოა, ჩემი თქვენი კი არა მარტო. აი 300 რო გამოვიდეთ, იმ 300-ის სამუშაოა, რომ შემდეგზე 400 გამოვიდეთ. ყველა უნდა იყოს მაგას ჩართული. ეგ არის ერთადერთი სწორი სტრატეგია და ხო დავდივარ და ვლაპარაკობ რავი მაგაზეც მაინც ამას გითხარ რომ არა ეგ არა და რაღაცა სხვა აზრი არსებობს რომ ეს კი არა ეს უნდა ვაკეთო და ეგეც არა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ივენთი რომელზეც ერთ დღეს წახვალ და მე რავი რაღაცა მომეწონა თუ არ მომეწონა შრომა არ იყო და მივდივართ და მე კიდევ მუშაობ აქციას რო ივენთივით აფასებ რაღაცა ისეთი აქცია იყო რა რაღაცას ველოდი რას ელოდი შენ და კარი კაცო ხო მაგმალოდინებს სინამდვილეში ეგ ხალხის ბრალი ჩემი აზრით ნაკლებად არის და მაგმალოდინებს აქეთ ამხიდან აჩენდნენ რავი პოლიტიკური ლიდერები და არა მარტო პოლიტიკური ლიდერები ყველას თავში ეგ ტრიალებს და მე მათ შორის აქეთა ფლანგზე ბევრჯერ მომისმენ მსჯელობა როცა მაგაზე მიდის რომ აი რავი რო გამოვა ბევრი ხალხი მე რაშვებით რავი რაღაცა ტრადიციული დამკვიდრებული ის არის რომ ბევრი ხალხი რო გამოვა ამ ხალხით რაღაცა უნდა ქნა და მე არის ხოლმე რომ აი მოდი ეს ხა ეს ხალხი აქედან წავიყვანოთ იქ 2003 წლის ყველანი სახში ხო მოდი ხა ეს ქნათ რაღაცა ამ ხალხით რაღაცა ხა მოდი იქ რაღაც ოფისთან მივიდეთ ეს გავაკეთოთ და არაფერი არ არის საჭირო არის უბრალოდ იმდენი რაოდენობის ადამიანის გამოყვანა რომ იქითკენ რეჟიმის საყრდენები ვინც არიან დარჩენილი და პირველ რიგში ესეხება ცხადად ძალოვნებს რომლებიც გირტყავენ ერთ იმათმა უნდა დაინახონ მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენ იმათი მტრები არა ვართ და ეხა ისინი ხედავენ რომ ჩვენ მტრები ვართ იმიტომ რომ აქედან აგინებენ ვიღაცები და მე მაგაზე წლებია ვიძახე რომ არის პრობლემა და მაგაზე წლებია მე დამცინიან და მეუნებია რომ ჰომიდი კიდე ელაპარაკე და რა უნდა ელაპარაკო ჩვენი არაღი არის ლაპარაკი კუნთები არის იმათი არაღი და არ შეიძლება შევრავით ვისაც გინდა აგინე პუტინს აგინე ბიძინას აგინე ხოხიმას აგინე პაპუაშვილს აგინე ხა დღესივრობა დაწერა კიდე იმას აგინე ყობახიძეს აგინე იმას თუ დაავალებე რომ შენ დაგიჭიროს ყობახიძის გინებისთვის იმას უტყდება ფორმიას მაგრამ იმას მოაგინებ რა თვითონ იმას სხვა რაღაცებზე ლაპარაკო რომ საკუთარი თავის გინებისთვის რომ დაგიჭირს აღარ უტყდები რა თქმა უნდა და იმას შეგიძლია სხვა რაღაცებზე ლაპარაკო რავი ანახე ნაწამები ადამიანების ფოტოები და უთხარი რომ რავი ფორმიანი ხო ხარ პოლიციელი ხო ხარ და რანაირად შეიძლება აი ამდენი ხალხია ნაწამები და არავინ რატო არ დასაჯეთ ეგ უტყდება, იმიტომ რომ იცის რომ ფორმაციაა და იცის რომ ის საქმე ეს არის და იცის რომ მაგას არ აკეთებინებენ, ან უშლიან მაგის გაკეთებას და ეგ უტყდება. ანახე იმათი ისენი რაღაცა მეებში ცხოვრობენ. ფორტ ნოქსები რო აქვს აშენებული და გალავნების იქით რო ცხოვრობენ, ანახე იმათ სახლები და უთხარი რომ აი ეს არის წყნეთში, კაკლებში ამდენი კვადრატული და ჯამში ღირს რავი 7 მილიონი. აი ეს რა და რომელი წესიქს ვიცავ, წესიქს კი არიცავ, ამას იცავ რომ ამათმა ესე იცხოვრო. ან ყელში დაჭრილი პოლიციელი ანახე, რომელიც ძლივს გადარჩა და დაჭრა ტიპმა, რომელიც წინა დღეს აქციაზე იყო მსული და აგინებდა ხალხს და არ დაიჭერეს, იმიტომ რომ ეგონათ რომ ჩვენი ენია თუნდაც ხო და ეგეთი რაღაცები არის ჩემი აზრით რაც არის ბრძოლის სტრატეგია რაც არის შესაძახებელი რაზეც ახლა ესე რომ ლაპარაკობ რავი არავინ მაგის წინამდე არ არის პირიქით ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ვისაც სწორი რაღაცები აქვს ლიტერატურა აქვს წაკითხული ამ არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე ეგეთი რეჟიმების წინააღმდეგ და კარგია რომ მე რამ დამიჭედენ ძალიან ცოტა იყო ეგეთი ადამიანი ახლა გაცილებით მეტი არის და არ ვიღაცებს რო ველაპარაკები ენა გვესმის ერთმანეთის იმიტომ რომ ერთ და იგივე რაღაცაზე ვლაპარაკობ და ძალიან მნიშვნელოვანია რა ანუ ბევრი პოზიტიური რაღაც არის ნეგატიური რაც არის ხარ ცვლილება არის უფრო მოსახლეობის განწყობაში. Onda ეგ არ არის რაღაცა ნიჰილიზმი მანამდე ციო სანამ დამიჭერდნენ. შიში არის უფრო მომატებული. რაც გასაგები ამბავი, იმიტომ რეჟიმის სტრატეგია არის, რომ ადამიანების პროტესტი გახადოს სულ უფრო და უფრო ძვირი. ანუ ადრე თუ შეგელო გამოსულიყავი პროტესტზე სიტყვას და ქუჩაში დამდგარიყავი, ეხლა შეიძლება ქუჩაში დადგომის გამო შეიძლება დაგიჭირონ, შეიძლება ტიტუშკა მოგიქცნენ, შეიძლება ციხეში ჩაქსვან, ეხლა უკვე ტროტუარზეც გადმოვიდნენ და იქაც იგივე რაღაცებია. ამიტომ ფასი იმისა, რომ ადამიანი გამოვიდეს და რაღაცა გააპროტესტოს, იმათმა ძალიან გაიზარდა. თავისუფლება გაძვირდა. თავისუფლება ხო პროტესტი გაძვირდა და პროტესტი შენი ამოცანა არის ქუჩაში ბევრი ხალხი გამოიყენოს და ის ამ ქუჩაში გამოსვლას აძვირებს იმათ შეიძლება უფრო და ერთ-ერთი შანსი რომ მაგ ხალხი ჯამში დიდი რაოდენობით გამოვიდეს ქუჩაში არის თუ ამ ხალხმა დაინახეს რომ არსებობს რაღაცა ძალა რომელსაც აქვს ჩემთვის გასაგები და მისაღები ბრძოლის სტრატეგია როგორ მივდივარ გამარჯვებამდე მაშინ გავრისკავ და გავყები
ამ ხალხს ამ ბრძოლაში თუ დავინახე რომ ეს ხალხი ამ ხალხს ძალა აქვს და ძალა შეიძლება მარტო დიდ ერთობას ჰქონდეს, ცალკე აღებული არავის ძალა არ აქვს და პლუს აქ გასაგები ჩემთვის ხედვა, რომ აი რა არის ბრძოლის სტრატეგია. აი მე ხშირად მომყავს ხოლმე ხაც ადამიანს ვხვდები, მაგას უხსნი ხოლმე, ხო? ივანიშვილი რაც აკეთებს, გამოდის და იძახის, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა მივიღებთ რუსულ კანონს, ეზენი ხა გაბრაზდებიან, გამოცვიდებიან ქუჩაში, ირბენენ, მერე დაიღლებიან. ეგ შეგვიძლია ფეხებზე დავიკიდოთ, როცა დაიღლებიან, მერე ჩვენ გავაკეთებთ რაღაცა ამას, სიტყვაზე ჩავატარებთ არჩევნებზე რაღაცა მივიღებთ ამას. აი მის მერე, როცა რაღაცა პროცენტს ავიღებთ, რაღაც 60% ისრო და იძახდა, მაგის მერე ავგზავნოთ პარტიებს, მაგის მერე ვიღაცებს დავждით, რომელიც დასაჯერები იყო რაღაცა, მე რო ჩამოვკიდეს ხა 15 წლიანი მუხლი, ვიღაცებს იმას ვთქვათ, გავუშვებ ციხეში და მერე დგას და ამას მიყვება რა. და რავი, კოცი რო ხარ და ამას უყურებ რავი, აი ეს გასაგები გზა აქვს, ხო? მოგწოს არ მოგწოს არ ლაპარაკ. გასაგები გზა აქვს, ეს თქვა, რავი, ხა ამას აკეთებს, ხა ამას. ჩვენ გვჭირდება ეგრე. გასაგები გზა, რომ ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს, რომ ჩვენი ამოცანა არის, იმის გამო, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ არის. რავი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნებისმიერ სხვა თემაზე, მაგრამ რაღაც თემებზე ლაპარაკს აზრი აქვს იმ შემთხვევაში, დამაჩ შორის არის განსხვავების ძიებას იდეოლოგიურ თუნდაც რა. აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არჩევნები გვაქვს და მე ერთმანეთს ხალხს რაღაცებს უხსნით, შენ უხსნი რომ რაღაც არის სოციალიზმია კარგი, მე უხსნი რომ კაპიტალიზმია კარგი. პირობითად ვიზახი რა. თუ ჩვენ საბოლოო ჯამში ერთმანეთს უპირისპირებით არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს, ჩემი იდეები მოწონს თუ შენი იდეები მოწონს, მაგრამ თუ არჩევნები არ აქვს ამ რაღაცებს ლაპარაკს დიდი აზრი არ აქვს. მაგრამ ოკეი, ეგეც არის პრობლემა. თუ შენ სოციალისტურ იდეებზე ლაპარაკით ხალხს გამოიყვან ქუჩაში, რომ არჩევნები მოიპოვოთ და მე რაღაც არ ვიცი, თავისუფალ ბაზარზე ლაპარაკით გამოიყვანს ხალხს ქუჩაში, რომ არჩევნები მოიპოვოთ, ეგეც არ არის პრობლემა. მაგალითად შეგვიძლია იმას ვქოთ, მაგრამ თავარი ამბავი არის, რომ ადამიანებმა იცოდე, რომ სტრატეგია არის, რომ ჯერ მოსაპოვებელი გვაქვს თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი არჩევნების მოპოვება ხდება მარტო ძალის დემონსტრირებით. და ძალის დემონსტრირება არის ქუჩაში ბევრი ადამიანი. ანუ ყველა საქმე პოლიტიკოსი, არაპოლიტიკოსი, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამ სოციუმში სოციუმის რაღაცა ნაწილში თუნდაც რაღაცა მოჭიდება აქვს და რეპუტაცია აქვს და ნდობა აქვს, ყველა საქმე უნდა იყოს ის, რომ ველაპარაკოთ არა ერთმანეთს და ვასწავლოთ ერთმანეთს, არამედ ადამიანებს ველაპარაკოთ და ადამიანებს აუხსნათ, რატო არიან ქუჩაში გამოსასვლელი. აი თვალსაჩინოება ხათორე გვეთქვენ, ყველას აწყვეტინებენ ჯაფარა დაისვეს იმისავით. მე მონატრებულია ლაპარაკს. სათქმელია, გადამდენი ხანია კოლოფშის და ბეტონის და აი ეს თვალსაჩინოებას ვეკითხები ხოლმე ყველას რა ჯაფარა, რომ აი როგორ რაღაცაზე იცი პოლიტიკოსების რაღაც თუნდაც ვიზუალიზაცია მოხდეს, რომ ეხლა პოლიტიკოს ეძახიან მარტო იმ ადამიანებს, ვინც ლიდერ პარტიის თავმჯდომარე ყოფილა ან ერთი-ორჯერ დეპუტატი მაინც და რაღაცა ცნობადობაც თამაშობს მან თავის როლს. და მეორე მხრივ, ანუ აი რა ვიცი 100 პოლიტიკოსი ან 80 პოლიტიკოსი სიტყვაზე რა, რომელიც ყოფნის საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც შეუძლია რეფორმები გაატაროს. რა ამის ვიზუალიზაცია დანახება ან მინიმუმ კანდიდატების შეთავაზება, რა ვიცი, 200 კაცს აქვს იმის ამბიცია, რომ მოკიდებს ამას, პასუხისმგებლობას აიღებს და მიიყვანს ამ ქვეყანას რაღაც ნორმალურ რელსებამდე. აი ამის ვიზუალიზაცია და ამის კამპანია, რომ აი ეს მივიტანოთ მოქალაქეებამდე, რომ აი ეს ხალხია, თუ ეს ხალხი არ მოგწონს, რა ვიცი, ვინმე სხვა ვისაც უნდა ღიასია და იყოს აქ და რაღაცნაირად მიეცით ფორმა, პოლიტიკოსები დაგვანახეთ, ვისიც მეტნაკლებად გჯერათ, რომ ამ საქმეს გაართმევენ თავს. აი ამის მნიშვნელობა მაგის მინი მოდელივით. კი, და აი ამის მნიშვნელობაზე, ხო, აი ამის მნიშვნელობაზე რომ ვილაპარაკოთ და ერთის მხრივ ეგ და მეორეს მხრივ აი ამის დაკვეთა საიდან უნდა გაიზარდოს, ანუ საიდან უნდა იყოს ვინ უნდა დაიწყოს ამის ფორმირება, ანუ საზოგადოებიდან უნდა იყოს ამის დაკვეთა, თუ თქვა შეიძლება რაღაც პოლიტიკოსების რაღაცა ჯგუფი შეიკრიბოს და იმან დააყენოს ეგ ინიციატივა. არა, ჩემი პრობლემა მაგაში არის ზუსტად, რომ მან და არა გვაქვს შიდა დემოკრატია. და ნებისმიერ შემთხვევაში ეგ უნდა გადაწეს დემოკრატიულად და მათ შორის დემოკრატიულად გადაწეს არა პარტიების მიხედვით, არამედ ინდივიდების მიხედვით. იმიტომ რომ არსებობენ ცხადია პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვს გარკვეული რეიტინგი და გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოების რაღაცა ნაწილში, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ თქვიათ პოლიტიკოსები და რავი, პოლიტიკოს პრაქტიკაში რეიტინგი არ აქვს რა, რომ გაზომო არანაირი რეიტინგი არ აქვს, უბრალოდ არის რომელიღაცა პარტიის წევრი და იმ პარტიის რეიტინგით გადის ხოლმე შემდეგ რავი, სიაში ხდება და გადის თუნდაც პარლამენტში რომელიღაც არჩევით ორგანოში, სადგავ მაგას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, რომ სია რო წარმოიდგინო მართლა აი 100 კაცი ან 200 კაცი, რომ ის 100 კაცი იყოს ის ადამიანები, რომლებსაც სოციუმის რაღაცა ნაწილით ხარდაჭერა აქვს. ანუ ვიღაცა არავის არ ვერჩი ცხადია, მაგრამ რაღაც ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსი ქვია, მაგრამ საზოგადოების ხარდაჭერა არ აქვს, უბრალოდ იმიტომ რომ პარტიის რაღაცა პარტიის ნაწილია და ამის გამო ეთერში ეძახიან და ხშირად ჩანს ტელევიზორში, მაგრამ ხარდაჭერა საზოგადოების არ აქვს. იმის სიაში ყოფნაზე უბრალოდ რომ მნიშვნელოვანია, პირობითად იქ იყოს ექიმი. ეხლა შენზე გამახსენდა უბრალოდ ექიმი. ანუ ექიმი, რომელსაც თუნდაც ექიმების საზოგადოებაში რაღაცა ხარდაჭერა აქვს. ან არ ვიცი, მსახიობი, რომელსაც
მსახიობებში და რაღაცა ხელოვნების სფეროში რაღაც მხარდაჭერა ან პირველ კიდე უფრო შორს წავალ. Instagram ინფლუენსერი, რომელიც რეჟიმთან დაპირისპირებულია და ყავს ძალიან ბევრი ფოლოვერები. როგორც მინიმუმ ცნობენ ქუჩაში, ხო? აი გიორგი რო დადის ყველა ცნობს და იმის საჯაროდ გაჟღერებული მესიჯები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მხარდაჭერა აქვს, ანუ რაღაცა მოჭიდება აქვს სოციუმის რაღაცა ნაწილში და ჯამში ესეთი მხარდაჭერები ბევრი ეგეთი ადამიანების უნდა შეიკრიბოს და მარტო ეგრე, ანუ მართლა დემოკრატიულად კონკრეტულ ინდივიდებთან მიმართებაში შეიკრიბება ძალა, რომელიც მართლა ამ ძალას გამოასხევს. ხარ შემთხვევაში თუ იქნება პარტიული ამბავი, იქნება არ პირობ ჩემ თავზე ვიტყვი, ხო, მოდი არც ერთ პარტიას რა შევეხო, ხო? ჩემ თავზე ვიტყვი, რომ ჩემგან ხო ცოტა ცალკე არიან, მე ხა ცალკე ვარ და ნუ ეგეთი გამოკვეთილი ახალი პოლიტიკოსი ჩემთან არ არის. ხო, მუშაობა რაღაც გელა იყო, რომელსაც საჯაროდ რაღაცა ჩანდა, თინი არის, რომელიც საჯაროდ ჩანს რაღაცა, მაგრამ დრო ჭირდება მაგას, წლები ჭირდება მაგას, რომ რაღაც საჯაროდ იაქტირო და რაღაცა, რომ რაღაცა ცნობადობა გაგეზადოს და ადამიანმა აღიქვას როგორც პოლიტიკოსი. ანუ მე შემიძლია ჩემი რეიტინგით თუ პარტიების შემთხვევაში იქნება ამბავი, ჩემი რეიტინგით ვიღაცეები გავიყვანო, მაგრამ მგონია რომ ამ ბრძოლაში ეგ იქნება არასწორი. იმიტომ რომ რაღაცა მე შეიძლება ვიყო, იმიტომ რომ მე რაღაცა ნდობა და მხარდაჭერა მაქვს, მაგრამ ჩემ ჯობია რომ ჩემთან ერთად იყოს ვიღაცა, არ ვიცი, ექიმი, ან მსახიობი, ან ეს, რომელსაც ასევე საზოგადოების რაღაცა მხარდაჭერა აქვს, რომ ჯამში ეს მხარდაჭერები უნდა შეიკრიბოს და არა პარტიული მხარდაჭერები. ცნობადობას რა შეიძლება რო უყოთ რა, აი, სულ მაქვს ხომ ელაპარაკე, როცა ველაპარაკები ადამიანს რო იყო რა არის ხომ რომ ისევ იგივე ხალხია და ანუ ნაცნობ სახეებზე რო ნეგატიური განწყობა აქვს. აი ვეკითხები ხომ რომ აი 20-ული ეს 20-ული იციან 30 კაცი ვინ იყო და არ იციან. ეგ ერთის მხრივ იმითი არ განპირობებული რომ რაღაც პოლიტიკურ ლიდერებს ალბათ რაღაც აქ პარტიებში უჩევნიათ რომ თვითონ იყვნენ ეს თქვა რაღაცა ლოკომოტივი და ვიღაცები ყავდეთ ვიზეთ შეიძლება ან გავლენა ქონდეთ ან ნორმალურ გარემოში ძალიან ნორმალურია და ბუნებრივია, ანუ ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ეგ ეგრე ხდება, რომ შეიძლება ლიდერი იცოდენ და ლიდერის მერე შეიძლება სიაში იცოდენ 1-2 და დანარჩენი შეიძლება ეგეთი ცნობადობა არ ქონდეს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. იქ ნორმალური, იმიტომ რომ პარტია არის რაღაცა სადაც წესით არის იდეოლოგიურად გაერთიანებული ადამიანები და შეიძლება არ იყოს ყველა კარგი საჯარო სპიკერი, მაგრამ პარტიაში მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდეს. შეიძლება ვიღაცა სპიკერი იყოს და მას სხვა რაღაცები არ შეეძლოს. სხვადასხვა უნარებით არიან ადამიანები, მაგრამ პარტიისთვის მნიშვნელოვანი ტიპები არიან და რაღაც იდეოლოგიის ღერძის გარშემო არიან გაერთიანებული და ამიტომ ისე გასაგები რომ პარტია ესე რო შედის ამ სიით პარლამენტში, ისინი რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე ყველა ერთნაირად აზრს ხმას და რაღაცა ზეპარტიული პარტია უნდა გაკეთდეს ხო ეგრე გამოდის. ნორმალური ამბავია. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც საზოგადოების რაღაცა ნაწილში ნდობა და რეპუტაცია აქვს, რომელსაც ხალხი გამოყვებიან და არა უბრალოდ პარტიების გაერთიანება. ამ რეალობაში ხო, მანდ ცნობადობის პრობლემა შეიძლება როგორც პოლიტიკოსის ისე ცნობადობის პრობლემა დადგეს და ვთქვათ აი ერთი მაგასრითი შეიძლება დავეხმაროთ და მეორე ის რომ ეგეთ ადამიანებს ეხლა მე რასაც უყურებ ბევრს თითქმის ყველას, ალბათ 99% უჭირს საჯაროდ ან რაღაც ფართო იმაში, რა ქვია, აუდიტორიაში იმის თქმა, რომ რაღაც ხრივ აქვს იმის სურვილი შინაგანად და мотиваცია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, თუნდაც დროებით, მე რაღაცა პარტიაში კი არ გააგზავნოს, აი ამ შეკრებილი იმაში რაღაცა ყველა versus ხოცები, ვთქვათ, აი ამ ყველაში პოზიციონირებდეს როგორც პოლიტიკოსი. აი ეგ გაშავებული არის რაღაც რომ ეს პოლიტიკა ფუქია და აი რა უჭირს რო არ თქვას რომ პოლიტიკოსი ვარო? აი რა უჭირს რო არ თქვას რომ აი პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკაში შემოვედი არ თქვას, მაგრამ რა ისე არ ჩიიღე პასუხისგებლობას. ხო, ან ვინ არის? ანუ ისევ მიდიხარ იქამდე რომ მე გიტრიალდება ხალხი და ნახე ახალსახებს. ამაზე ვერ თაქვდებით მე და გიორგი. ხო, არა, იმიტომ ახალსახებს ხალხი. გადაგვიწყვიტე ხა ქურდულად. მოდი მინდა დავიწყოთ. ცნობადობას არ შეეხება, ცნობადობა არის ალბათ თავარი კომპონენტი არის, რომელიც წარმატებას განაპირობებს პოლიტიკაში. რაღაცებიც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნებზე როგორც გადიხარ, თავარი ფაქტორი არის ცნობადობა გაქვს თუ არა გაქვს ცნობადობა რა. ანუ ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში არაცნობა და ცნობად ადამიანს შორის ირჩევენ ცნობადს. მაგიტო არის, რომ ჩვენთან მეწილად, თუმცა არა მარტო ჩვენთან შემოყავთ ხოლმე პოლიტიკაში სპორტსმენები და წარმატებული სხვადასხვა სფეროში წარმატებული ტიპები, იმიტომ რომ ცნობადობა აქვთ მაღალი და ადამიანი როცა ვიღაცა პოლიტიკოსია, პირობითად პოლიტიკოს ეძახს საკუთარ თავს, მაგრამ არავინ არ იცნობს და გვერდზე უდგას ვიღაცა ფეხბურთელი, რომელთანაც რაღაცა პოზიტიური სენტიმენტები ასოცირდება, რომ ფეხბურთი ყველას გვიყვარს და ყველა უყურებთ, ადამიანები იქით აკეთებენ არჩევანს. ცნობადობის გაზრდა არის ურთულესი ამბავი. ანუ მე მესმის რომ მეც ხშირად მეცინება ხოლმე, როცა
და ვარჩევ ხოლმე ამას, რომ აი რაღაცა არის პოსტი დადებენ და სიტუაცია პოსტზე 500 ლაიქს აკრებს და სიგონიან რომ თელმა ქვეყანამ გაიცნოს და ყველა მიცის ან რაღაცა 5ჯერ 10ჯერ თუ გინდა 50ჯერ გინდა 5ჯერ გამოჩნდება ტელევიზიო ეთერში და გონიათ რომ თელმა ქვეყანამ გაიცნო და იცის და უკვე პოლიტიკოსია და უკვე ლიდერია და რაღაცა ისაა და სინამდვილეში რო გაზომო მე მისი ცნობადობა რავი შეიძლება 10%-ია შეიძლება კი არა დიდი ალბათობით 10%-იც არ იქნება. ანუ ცნობადობის გაზრდა არ არის მარტივი ამბავი რაღაცა მეთოდები არსებობს როგორ შეიძლება ცნობადობა გაიზარდო მათ შორის ერთ-ერთი არის რომ მედიაში და სადღაც ყველგან ხშირად ჩანდა და ადამიანებს თვალში ეჩხირებოდე ან არის სიტყვაზე მე რაც მიკეთებია როცა რაღაცა არაორდინალურ რაღაცებს აკეთებ და ამითი ახერხებ ყურადღების ცენტრში მოქცევას და ყურადღების ცენტრში ერთხელ მოიქცევი ორჯერ მოიქცევი შვიდჯერ მოიქცევი 10ჯერ მოიქცევი და უკვე გიცნობენ რა და ეგრე იზრდი ცნობადობა აი ერთმანეთს რამდენი შეუძლიათ ხელი შეუწყონ აი მაგალითად აი 100 კაციო რო ვთქვით აი ამ 100 კაცმა შეიძლება თუ არა ისო მაგაზე ვფიქრობ როგორ შეიძლება ერთმანეთს ხელი შეუწყოს თუნდაც მაგაში აი ერთმანეთი გააცნონ თავის ბაბლებს ან თავის აუდიტორიას რომ რაღაცა ეს გადაიზიოს მაგალითად თორნიკეს უნდა პოლიტიკოსობა და მე შემიძლია დავეხმარებით რომ მე რადგან მაქვს უკვე გაზრდილი ცნობადობა შეიძლება ჩემთან ერთად გავაძრო აი სიტყვაზე გადაცემაში არის ჩემთან ერთად ხალხთან წავედ შეხვედრაზე წამოვყვა ჩემთან ერთად წამოვიდა შეხვედრაზე რაღაცა ხო შენზე ნაკლები ცნობადობა აღარ მაქვს ერთი წელი იჯექი ზურა ჩამორჩი მოვლენე წერას გეუბნები ჩამორჩი შენ თალი სახის რო მე მხოლოდ გამიხარდება და გადავაბარე მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი იყო რომ ადამიანს უნდა პოლიტიკოსობა და რაღაცა კომპლექსები აწუხებს. რომ რაღაც თუ იტყვის საჯაროთა პოლიტიკოსობა მინდაო, რა ეგეთ რაღაცები აი მისთვის მიუღება რაღაცებზე მოუწევს დათანხმება და კომპლექსი კი არა, ნახე ესე დგას საკითხი. რას აძლევს ეგ საქმისთვის, რას აძლევს ეგ რო იტყვის რომ პოლიტიკოსი ვარო და რას აკლებს ეგ? იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, აგერ გიორგი ძახის არ უნდა იყოს პოლიტიკოსი დემონიზებული თუ რაღაცა არის. კაი, გეტყვი, ანუ ერთი რასაც აძლევს არის ის, რომ თუ ღიად გააკეთეს პოზიციონებას როგორც პოლიტიკოსი, ბევრად უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს, ვიდრე როცა ლაპარაკობს ისე, როგორც არის ახლა. მე თუ ლაპარაკობ ახლა როგორც რაღაცა პირობითად ექიმი სხვა ამბავია, მაგრამ მე თუ ვიძახი მე პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკური რაღაცა მიზნები მაქვს და ვიბზვი ამ ქვეყნის ცვლილებისთვის, მაშინ ბევრად მეტია რომ შანსია რომ ყურადღება უფრო მომაქციო. მნიშვნელოვანი ასპექტი, არჩევნები არის და ვერეუბრები არჩევნებში ხმა მომეციო. მაგრამ რამე ბრძოლა ხო არის ხა. მეორე რაც არის, რაც აკლებს არის ის, რომ პირველი მაგის მე რაც რის გამოც ადამიანები მეტწილად იკავებენ კომპლექსზე უფრო მეტად, მე მაგის გამო იკავებენ პოლიტიკოსობა დეკლარება საკუთარი თავის ნიშნავს იმას, რომ საჯაროდ იწყებს ცხოვრებას, ანუ ლუპის ქვეშ იწყებ ეგრევე ცხოვრებას და აქამდე მაინც და მაინც შენ გადადგმულ ნაბიჯებს, შეგაკეთებულ რაღაცებს, შენათქვამ რაღაცებს იმდენი ყურადღება არ ექცეო და ეხა ნებისმიერ შენ სიტყვას, ნებისმიერ შენ გაკეთებულ ნაბიჯს გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა და შეიძლება დიდი შანსია რომ სადღაც ყველა ასრიალდებით, სადღაცა რაღაცა შეიძლება ასრიალდე და თავარი საფრთხე რის გამოც ადამიანები მაგნაბის არ დგავენ არის კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, ეგრევე გიშდებიან მტრები რომლებიც გაგინებენ და პლუს საჯარო ცხოვრება ნიშნავს იმას რომ ერთ სიკვდილის შემდეგ ყველაზე დიდი შიში რაც აქვს ადამიანს არის საჯაროდ შერცხვენის შიში. ანუ ადამიანს ეშინია სიკვდილზე, მე ეშინია საჯაროდ არ შერცხვეს და აქ საჯაროდ შერცხვენის შიში არის მთავარი ფაქტორი რის გამოც ადამიანები მაგნაბის არ დგავენ, რომ ვაიმე რამე არ შემეშალოს, ვაიმე რაღაცა არ დამაბულინგონ, ვიღაცებმა არ გამთათხონ, არ გამლანძღონ, ეგ არის ის გამოც არ შვებია, მაგრამ ეხლა ჩვენ ვართ ისეთ რეალობაში, სადაც პირიქით ამბავი გვაქვს, რავი, მე მგონი რომ მე მგონი რომ სანთრით უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც იწვიან რომ მე მინდა პოლიტიკოსობა. ეგეთი ისე მე მგონი გაისვრი ხოლმე რაღაც ფრაზებს და კარდავენ მე და შენ მაგრად კიდია. მაგრამ მე კიდე აუდეს, მაგრამ მე ეხლა ისედაც ანუ გასული ვარ ბოლოში, გაგებით რომ რავი, პოლიტიკურ საქმიანობას მიგზალავენ და ციხე მემუქრება კიდე და ამ რეალობაში, როცა შენ როგორც ვთქვი, არჩევნები არა გაქვს და როცა თუ ის კი არა უბრალოდ ვიტყვირო პოლიტიკოსი, თუ იტყვირო პოლიტიკოსი ვარ და პლუს ისეთი რაღაცები გააკეთე და ილაპარაკე რომ მართლანდობა მოიპოვე და მართლა ხალხი გამოყვა, იგივე რისკის ქვეშ დგები, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაგზავნო, შეიძლება ციხეში გაგეშვან, როგორც აი გელას დაბადების დღეს და ბარემ გელა არის ადამიანი, რომელიც სამი ადამიანი იპოვეს, შეკრეს და სამი ადამიანი ყובה რაღაცა ისტორია. ერთი ყובה რომ მე დავინახეო, მეორე ყובה რომ მე მომხვდაო და მესამე იძახის მე და გელა ურტყავდითო. და ესენი ამათ არცეც არ იჭერენ ამ სამიდან, სამივე გარეთ გამოდის და გელას სამე ციხეში მომიც იძახის რომ ეს ხალხი ვინ არიან, თხოვეს რომ რაღაც მითხეს რომ შენ მხარდამჭერები ვართო და რაღაც ლუდი დავლიოთ და ფული არ ქონდა და ლუდი უყიდეო და რა მე რაქნეს აზზე არა ვარო და ციხეში სამ. ანუ ეგეთი რაღაცის გამო დღეს თუ იტყვირო პოლიტიკოსი ვარ და პლუს თუ პოტენციალი აჩვენე რომ მართლა შეიძლება რეჟიმს საფრთხე დაიმუქრო შენს გამო, შეიძლება ჩაქსვან ციხეში. სამი კაცი ჭირდებათ, მეტი არაფერი არ ჭირდებათ. ანუ ამ რეალობაში ნორმალურ ქვეყანაში კიდე გასაგებია რაღაცა აი მაგაზე ფიქრი რომ რაღაცა აი დისკომფორტის ზონიდან გამოსვლა და ის ეხა თუ ადამიანი ამ ბრძოლაში ამბობს რომ მე შემოსვლა მინდა და პოლიტიკოსობა მინდა და გამიშვით
რა, სად არის მან ნახეთ. ეგეთი ხალხი. აი ეს კიდე რამე ესე ვკითხო ჯერ. მან ნახეთ, მე მოქმედ პოლიტიკოსებს ვატყობ, რომ რიტორიკა შეცვალეს. და ვეღარ არის უხეშები დასაზადნ გზას იტოვებენ, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ხისტები აღარ არიან, გამონათქვამებს ასწაყოლებენ, რაღაცებს, რაღაც სიტყვებს არ ახსენებენ იმის გამო, რომ დამხობას მაგალითად. დამხობა, რევოლუცია, ეგეთი რაღაც სიტყვები ამოღებულია. ზოგმა ბიძინა ივანიშვილი ამოიღო. მათ შორის ბიძინას არ უწყობენ პირდაპირ. კობახიძის გინებაზე ბიძინას პრობლემა არ აქვს, აგინე რამდენიც გინდა. ეხლა არის პოლიტიკოსების რეჟიმს ყავს რაღაც დაბალი ღობესავით რა, იმ პუნქტში რომ იცის რომ აი პოლიტიკოსის დაჭერაზე ერთ შენზე იყო რომ ცოტა პანიკა ქონდათ სასამართლოსთან დიდი ამბები მოვაწყეს იქ რაღაცა სპეცნაზი მიიყვანეს და ერთი ამბავი და მაინც ის განცდა და მოლოდინი ქონდათ რომ შეიძლება ბევრი ხალხი მოვიდეს რაც იმის ჩემთვის იმის მაჩვენებელია რომ თუ პოლიტიკოსებს და საზოგადოებას შორის უსკრული არ იქნება და თუნდაც აი ეს ღია დემოკრატიული პროცესით რაღაცა კონკრეტული პოლიტიკოსების ჯგუფი შეიკრება რომელიც პასუხისგებლობას აიღებს ალტერნატივის შექმნაზე ამ ქვეყანაში და რეჟიმს ეცოდინება რომ ამ ხალხს უკან რაღაცა 200 კაცი კი არ უდგას რაღაც პარტიული რაღაცა ინფრასტრუქტურა და სიტყვაზე რაღაც არამედ ამას ხელს დაადებ და გამოვა ქუჩაში 100,000 კაცი დაგიშრის სასამართლოს აგურ-აგურ აი ეს უბრალოდ აი ეს შეიძლება იყოს რეჟიმისთვის შემაფერხებელი ერთის მხრივ და ამას თუ დაინახავს ახალი შემოსული ადამიანი პოლიტიკაში ან პოლიტიკოსი თუ დაინახავს ამას უფრო თამამი და ეფექტიანი გახდება თუ არა მოქმედებებში. კი, ანუ საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე, რომ ძალა უნდა აჩვენო, რა, რომ რაღაც რეჟიმი შეაკავნიშნოს, რომ რაღაც ძალის გარდა სხვა რაღაცა შეაკავოს. პოლიტიკოსმა იმ მოქმედებს ძალას აჩვენებს სწორედ მაგითი, რომ გაქვს დემოკრატიული პროცესი, სადაც ადამიანები ირჩევენ ჯამში ვინ იქნებიან მათი ლიდერები. არა პარტიებს ირჩევენ, არამედ კონკრეტულ ადამიანებს ირჩევენ, სადაც პოლიტიკოსებიც მოხვდებიან, არა პოლიტიკოსებიც მოხვდებიან, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველას თავის დასაყრდენი აქვს სოციუმის რაღაცა ნაწილში. და ხო, ჯამში ისინი რომ შეიკრიბება, გამოდის ძალიან დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება. ჩვენ შეიძლება, აი, სულ იმით რა კითხვა მაქვს, ხო არ არის ეს რაღაცა ისაც მე მინდა რომ ესე იყოს და ხო არა ვართ აცნელი რეალობას და რას გულისხმობ. რომ აი პოლიტიკური ალტერნატივა, ეხა ამ ფორმით, რა ფორმითაც ვლაპარაკობთ, ამ ფორმით შედგენილი, ამ ფორმით წარმოდგენილი და მოქმედი. აი რომ ასხივებს ძალას, ერთიანობას, შეთანხმებას პრინციპებზე, გადაწყვეტილებებს იღებს ეფექტიანია, კომუნიკაციაც აქვს რაღაცა კარგი. აი ესეთი რაღაცა სუბიექტის ესე ვთქვათ, ინტერესი და მოთხოვნება ბაზარზე, პოლიტიკურ ბაზარზე რამდენად არის. თუ ხალხი რაღაც მომენტში აი ხელი აქვს ჩაქნეული და ხო აი რა ვიცი რა, ეხა არაფერი არ გამოვა. ეგრე ხო არ არიან. აი მე მგონია რომ აი ეგეთი რაღაცა რომ აჩვენო, ალტერნატივა მართლა ეძებენ თუ უბრალოდ თავის გამართლებაა რომ აი ჩემეც სასახად არის, ანუ ადამიანები უყურებენ კონკრეტულ რაღაცებს, მათ შორის კონკრეტული ფეისები, სახეები ჭირდებათ, რომ დაინახო, რომ ესე რო აღარ იქნებიან, მე ალტერნატივა არის ეს. ოღონდ ეს ალტერნატივა, მან კითხვა ის არის, რომ ეს ალტერნატივა რანაირად უნდა გამოიკვეთოს, რა გზით მივიდივართ ამ ალტერნატივაზე და მან რა გზები არსებობს, ანუ პირობითად ჩამოთვა, პირობითად აი შეიძლება აიღო, რომ დღეს ვინ არიან აქტიური ადამიანები. გინა პოლიტიკოსები, გინა არა პოლიტიკოსები და ეს აქტიური ადამიანები ერთად დასვა და თქვა რომ არავე, აი ეს ხალხი არის ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს ხალხი აქტიურად არიან ბრძოლაში, რაღაცა ნაწილი, რა ვიცი, რუსთაველზე დგას, რაღაცა ნაწილი პროტესტს აორგანიზებს, რაღაცა ნაწილი პოლიტიკურად აქტიურობს, რაღაცა ამაშობა და ამათ თუ ერთად შევკრიბებთ, ეს არის ერთი გზა რომ გააკეთო. რომ ჩემს სტარია რა, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ძალიან კარგი იყოს პროტესტის ორგანიზებაში, მაგრამ საერთოდ არ იყოს გამოსადეგი მთავრობაში რა. ანუ რაღაცა მე შეიძლება ძალიან კარგი ვიყო რაღაც კეთებაში, რაღაც კეთებაში შეიძლება არ იყო საერთოდ გამოსადეგარი ვიყო რა. ეს ადამიანების წარმოდგენაში რომ რაღაცაში მომწონს და რაღაც არის. შეიძლება კაი სპიკერი იყოს, მაგრამ მენეჯერი არ ვარ გოდეს. ხო, მაგას ვიზახე, მე კარგი მეცნიერია და ამიტომ კარგი პოლიტიკოსი გამოვა, საერთოდ არ არის მაგათ შორის კავშირი რა, არანაირი ის არ არის. მეორე გზა რა არის? მეორე გზა არის რომ აიღო წელიწადნახევრის წინ რომ ჩატარდა გაყალბებული არჩევნები, იმ არჩევნებზე იყო რაღაცა 4 მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება, რომლებმაც გადალახეს არა მარტო ბარიერი, არამედ რეალურ შემთხვევაში ედეშ მოიგეს ის არჩევნები და ეცადო რომ ამა თან რაღაცა ხალხის რაღაცა ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ იმ არჩევნებში ხალხმა მოთხარი დაუჭია და იმათგან ეცადო რაღაცა ორგანოს შექმნა და თქვა რომ აი ეს არის ალტერნატივა. რაც ასევე ჩემს არის მცდარი ამბავი. მაგალითად რომ ჯერ წელიწადნახევარი გავიდა, მეორე წელიწადნახევრის განმავლობაში ეს პოლიტიკური ჯგუფები მეტწილად დაიშალა და ჩვენი კოალიცია არის ხა ერთადერთი რომელიც არ დაშილა და არსებობს ისე იმ სახითაც იმ არჩევნებში შევედით, დანარჩენი ყველა დაშილა და პლუს სხვადასხვა პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს იმ პოლიტიკური ჯგუფების შემავალმა პარტიებმა, რომლებმაც კარგა ორი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, ცოტნე და ჩელი. აი ეს ხო ამბავი, ხო, მაგრამ თუნდაც ჩვენგანაც არიან ვიღაცებს წასული, მაგრამ სიტყვაზე გახარეს ამბავი ხო გაურკვეველია ხა გარკვეული ამბავია, მაგრამ ისეთი ამბავია რომ რა ხა მაგის მითოლა, რომ აი ეგ არის ალტერნატივა, მე ვერ წარმომიდგენია, ვერც ვერ წარმოუდგენია ალბათ, ხო? 4 ოქტომბრის თვითონ არჩევნების ამბავი ხო კონტროვერსიული ამბავია, მაგრამ რავი, ეგეც არავის არ გაუზომია სიტყვაზე, ლელო რო შევიდა მაგ არჩევნებში ამის გამო მოემატა მხარდაჭერა თუ დააკდა
მოგემატა მხარდაჭერა. მე სრული აქმა მაქვს რომ დააკეტათ მაგის ღავს მხარდაჭერა, მაგრამ თვითონ რო კითხო გეტყვი რომ მოგემატა მხარდაჭერა. შეიძლება ისინი პირიქით ფიქრობდნენ რომ ჩვენ აქეთან ვიღაცა ვინც არ შევეით მაგაწეში ჩვენ დავკარგეთ მხარდაჭერა, მაგრამ მე მგონი რომ არ დავიკარგებ მხარდაჭერა, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ისეთი რაღაცების ამ წელიწადნახევარში გამარჯვებაში ისეთი რაღაცები მოხდა პოლიტიკური რაღაცა ივენთები და ნაბიჯები გადაიდა პოლიტიკური ჩვენ არ ვიცით იგივე ლეგიტიმაცია რომელიც მაშინ მქონდა ხალხისგან ეხა ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ისევ აქვს თუ არა აქვს და ერთადერთი გზა რომ ნახო დღეს ვის აქვს სახალხო ლეგიტიმაცია ოღონდ კიდევ იმერებს ერთადერთი სწორი იქნება მანდ რომ ინდივიდუალური ამბავი იყოს რაღაც პოლიტიკოსების და არა პოლიტიკოსების იქნება და ეგეთი კრებული გაკეთეს და არა პარტიების კრებული არის ის რომ ეხლა შექმნა მექანიზმი სადაც დემოკრატიულად აჩვენებ რომ ადამიანები ხარს უჭერენ ამას კვლევაც საინტერესო იქნება და ბოლოს ჩატარდა არჩევნებამდე ხო გონი არა არჩევნების მერეც იყო 1-2 კვლევა იყო არჩევნების მერეც ხო ხო და რაღაცა მუდმივად რომ იზომებოდეს ეგ რომ აი მათ შორის ეგ მე პრინციპული საკითხი მგონია მაგრამ ერთ-ერთი გამოწვევა რაც ჩემი აზრით გვაქვს არის ის რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ის აი აზეც ვილაპარაკეთ აბა მე რომ გამოვედი ციხიდან ყოველას რო ველაპარაკებდი მაგო რაღაცას ველაპარაკებდი ორი რამე ჩანს რაც გვაკლია ცალსახად ან მაგრამ ალტერნატივაც ჩანს ისიც ჩანს მაგრამ ჩემი აზრით ეგენი არის კიდე მეორე ხარისხოვანი ანუ მნიშვნელოვანი მაგრამ მეორე ხარისხოვანი პირველი ხარისხოვანი რაც ჩანს არის ის რომ რაღაცებს რო ვაკეთებთ ეხლა და ვაკეთებთ სამი სტრატეგიული ხაზი გვაქვს რაც ყველა შეთანხმებულია ეს არის ართანამშრომლობა ეს არის გარედანწმენდი და ეს არის პროტესტი ამ ხაზებს რომ მიყვებით წინ მივდივართ ერთ ადგილს ვკეპნით თუ უკან მოვდივართ ვერ ვზომავთ და ვერ ვაჩვენებთ მაგას და მაგის ჩვენების გზები არსებობს და მათ შორის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით შეიძლება აჩვენო რომ ვიზდებით ანუ ერთი გზა ეხლა რაც გვაქვს არის ქუჩაში გამოყვანილი დიდ აქციებზე ხალხი თუ გამოიყვანეთ ძალიან ბევრი ხალხი გვიხარია ის რომ პროტესტი არც არ წასულა და არ გაბრაზებულა არა გავიზარდეთ მოგვემატა ხალხი დაგვაკდა ხალხი ბევრი კი ვართ მაგრამ რაღაცა მაგას ვერ ვზომავთ ერთი რაც არის ეგ არის გუნა ვაჩვენო მე ზოგადად კითხოს სულ მაგ აი თავში რა ეს კვლევები რა ხშირად რო ატარო რაღაცების ზომო ჯდება ძვირი რომ ველზე ხალხი ჭირდება ვინც ანკეტებს შეავსებს და ასე შემდეგ. ეხლა სიტუაცია შეცვლილია და ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება თუნდაც მოხალისეობრივად აი როგორც მე დამკვირვებლება ჩაერთვნენ ველზე სამუშაოდ მოხალისეობრივად არ გამოვა ეს დატრენინგებული მე რამდენადაც მესმის ექსპერო ხა მე მაგაში ძალიან ჩახედულია ვარ მაგრამ ვინც აი კითხვას ავსებს და მე ეს ჭირდება პროფესიონალი მატერიალი და იმას ამუშავებს მე რაღაც ის ტიპი არის პროფესიონალი ვინც მაგ ინტერვიუს აკეთებს ის არის პროფესიონალი და დაწყებული რავი მისალმებიდან იმ ადამიანთან რომ მიდის ყველა სიტყვას და იმას აქვს მნიშვნელობა რომ საბოლოო ჯამში შედეგი დაგიჯდეს რომელიც არ წუნებს რომ ნებისმიერი მის სიტყვას ნებისმიერ ავის ბოდი ლენგვიჯს და იმას შეუულია შეცვალოს იმ ადამიანს აცები ეხო რეალურად შეიძლება შედეგი სადმე ის ხო არ ჭირდება ტელევიზორში საჩვენებლად რომ ამხელა რეიტინგი გქონდეს ხო რეალურად დაინტერესებს ხო დავასრულო იქ არის ერთი ეგ არის რომ გაგეთახო რომ პროგრესი უნდა ვაჩვენებდე და ეგ შეგვიძლია ონლაინ თულების გამოყენებით რომ ჯერ ხალხი გამოვიყვანოთ საჯაროდ ონლაინ და იქ დავარეგისტრიროთ და იქ ვანახოთ ზრდა და მე ამ ხალხს ველაპარაკოთ რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიყვანოთ და მე ქუჩაში ვანახოთ ზრდა ანუ ჯერ მე არ მჯერე რომ თუ ხალხი თუ ადამიანს ეშინია ონლაინ გამოჩენის მე არ მჯერე რომ ეს ადამიანს არ შეეშინია ხო ქუჩაში გამოდა თუ ადამიანს ეშინია ქუჩაში გამოსცეს მე არ მჯერე რომ ის საბოლოო ჯამში არჩევნებზე მოვა იმას დააშინებენ და მიაცემინებენ ხმას თავისთვის და კიდე ვიღაცების პირადობის მიცემა მithumetes თუ დაიჯერებს რომ იქ გაიგებენ მის სახმა ხო მეორე ნაწილი რაც ჩანს ასევე არის ფინალური ნაწილი იყო გაუგებარი მაგაზე უბრალოდ ვილაპარაკეთ თუ ქუჩაში ბევრი ხალხის გამოყვანა არის თავისთავად ამბავი და ფინალი არის ის რომ იმდენი ხალხი ვართ აქეთ რომ იქიდან ყველა საყდენმა იცის რომ აქეთ არის მისი ოჯახის წევრები ნათესავი მეზობლები მეგობრები და ასე შემდეგ და მან რეჟიმი ქვეყანას ჩერდება და რეჟიმის ჩერდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისიც თქმაც მინდა ხოლმე და ბევრჯერ ამომეცა, მაგრამ სადაც მეძებამი საშუალება სულ იმეორებ არის ის, რომ ერთ-ერთი აქმა, რაც ადამიანებში არის, რაც დასაძლევია გუშინაც ახლა გუშინატას დაბადების დღე იყო და ვლაპარაკობდი, აქმა რომ ადამიანები ქვეყნიდან გარბიან და არის მცდარი აქმა რომ გარბიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მარტო. და რაც არის ტყუილი და ეგ ადამიანების ასახსნელია. ტყუილია ეგ რა, ანუ ყველა გარბი, ხოცებიც გარბიან. ამ ქვეყანაში დღეს მდგომარეობით არავინ ბედნიერი არ არის. პოლიტიკურების ხოცების ყველა გარბის რა, მართლა ყველა გარბის და პროპორცია არის, ყველა კვლევა აჩვენებდა, აჩვენება და არჩევნების მერე კიდევ გაუნჯობეს და ეგ არის, ყველა კვლევა აჩვენებს ჩვენ ვართ აქეთ მხარეს ვარ ორჯერ მეტი ვიდრე არიან იქით მხარეს რა. შეშინებულები, რომლებიც ხოცებს უჭერენ მხარს. აქეთ მხარეს ვარ ორჯერ მეტი. ანუ ეს პროპორცია რომ შეიცვალოს და გაიზარდოს ხოცების სასარგებლოდ, ეგ ნიშნავს რომ ყოველ ერთ გაქთეულ ხოცზე აქედან უნდა გაიქცეს 3 კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე. ეგ პროპორცია არ არსებობს. 2 თუ გაიქცა აქედან და 1 თუ გაიქცა პროპორცია რჩება იგივე, ანუ ჩვენ რჩებით ისე ორჯერ მეტი. და თუ გაიქცა 1 იქიდან და 1 აქედან, პროპორცია ჩვენ სასარგებლოდ იზრდება. ამის ახსნა მათემატიკაა და ამის ახსნა ადამიანს არის მნიშვნელოვანი, რომ ეგანს და არ ქონდეთ, რომ ვაი მე ხა ქვეყნიდან ხალხი გაიქცეო ჩვენი მომხრები და მე ხოცებს დარჩებათ ქვეყანა. ჩემი ფეხები დარჩებათ, ანუ არ არის ეგრე. ამ ქვეყანაში პატრიოტები გაცილებით მეტი ვართ, ორჯერ მეტი ვართ და პლუს გაქცევითაც თუ აქედან გარბის, იქიდანაც გარბიან ხალხი. და ბავშვებს დავიფიცებ, რომ ეგრე პროპორცია არ არის, რომ ყოველ ერთ გაქცეულ ხორცზე 3 აქედან რა ერთ გაქცეულ განყოფილებული გარბიან პოლიციელები. ოღონდ მე შეიძლება ამოვჭრათ ეს თუ მეტყვით რომ არ უნდა მეთქვა არც, მაგრამ მე არ გეტყვი. საშუალოდ ჩემი დაპირებებით
ყველა ღმერთმა დიდხანს ასოსყოს. გარდაცვლილ ბუნებრივად გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობა არ უნდა ვთქვა იქ, მაგრამ კაი. ბუნებრივად გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობაში უფრო დიდი წილია კოცების და ის ახალგაზრდები, რომლებსაც 18 წელი უსრულდებათ ყოველდღიურად, იმათ შორის მინიმალური წილი არის კოცები. რატომ ამოჭრა? იმიტომ რომ რაღაც შეურაცხყოფელი შეიძლება იყოს. არა, ვიღაცა ამოჭრის და დახოცვას გვისურვებს, ხალხო, არ გისურვებთ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ბედნიერად და რა ვიცი, გამოკოცებული. მე არ გულისხმობდი, ანუ კოცების წილი მეტია, მაგისი ამჯერა. მაგრამ ასაკობრივი ასაკობრივი ადამიანები არიან უფრო მოწყვლადები, იმიტომ რომ არიან მათი დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, შემოსავლელი ძალიან პატარა და ჩამოკიდებული არის როგორც წესი ხელისუფლებისგან გადმოგდებული რაღაცები. ამით არიან მოწყვლადები და მათი მობილიზება, მათი მართვა, მათ შორის განწყობების მართვა და ასე შემდეგ არის ბევრად უფრო მარტივი და ხო და ხფერი მაგაში ახლა გავაკეთებ იდეალურ განმარტებას. 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა შორის გაცილებით მაღალი არის ქართული ოცნების რეიტინგი, ვიდრე 18-დან 40 წლამდე ადამიანებს შორის. ასე მგონია მე. შეიძლება ამასაც ვაჭირდებოდეს. გაცილებით მაღალი არ არის, მაღალი არის და მაგას თავის ახსნა აქვს, იმიტომ რომ 60 წელს გადაცებული ადამიანების მენტალობა არის ბევრად უფრო ახლო საბჭოთა მენტალობასთან, ვიდრე ახალგაზრდების, რომლებიც დამოუკიდებლად საქართველოში გაჩნდნენ. კი, თუმცა მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი კონკრეტულად ადამიანების მობილიზებაში, არჩევნებზე არის ის, რომ მოწყვლადები არიან. სოციალურ დაუცველთა ბაზაშია ძალიან ბევრი, აშინებენ რომ ამოგიდები ბაზიდან, კი, მათ შორის არა მარტო დაშინების ბერკეტი, არამედ დაპირების ნაწილშიც ასაკში მყოფ ადამიანების ეკონომიკაში არსებობს ეგეთი time preference არის რა. სიტყვაზე ახალგაზრდა შენ შეიძლება ელაპარაკო გზელვადიან რეფორმებზე და მომავალზე და რატო არის კარგი და რაღაცა. მაშინ როცა ეგეთი ინტერესი გაცილებით ნაკლები არის ასაკში მყოფ ადამიანების, რომელსაც immediate მიმდინარედ ჭირდება წამლის ფული და საჭმლის ფული და ხო და იმას შევეუბნები რომ 10 წელიწადში საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი და მე საქართველოს აყოდება. ამ წუთში იმას ხო რავი წნევა აქ მაღალი შეიძლება რავი ინსულტმა ხიოს ეხა ამ წუთში წამლის ფული აქვს პრობლემა რა და ამიტომ ეგეთ ადამიანების მობილიზება ნებისმიერი ხელისუფლების არის ბევრად უფრო მარტივი, იმიტომ რომ იქვე immediate რაღაცები შეიძლება დაეხმაროს და მიცეს და რაღაცა. დაახლოებით ამას გულისხმობდი, მაგრამ ჩემ ეს და მეს დამაშინეს. ხედა უკვე სიტყვებს ისე ფილტრავ, რომ სადმე არ ამოჭან, არ დადուն. ამას კიდია, კაი, ეს უნდა გავითვალისწინო. ხო. ესე იგი მე არ კიდე პროექტ ხსნი მე. მე რომ ახსნა რაღაცები ხსნი თორე ბახსნის დაგიდებენ მე და არა იმ არა ეგრე დებენ ისედაც კაც მიიღო რაღაცა. მოკლედ აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერთაშორისო კონიუნქტურა. რაღაცა ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს თითქოს თლად იმ დოზით არ ცალიათ ჩვენთვის, როგორც ვისურვებდით რომ ეცალოთ. აგერ კაც პრეზიდენტია და რამდენი თვეა დარეკოს ეულდება არ დაურეკეს. 100 დღე გავიდა. ხო, 100 დღე გავიდა გონი უკვე და. მოკლედ აქ რა არის რეალისტური მოლოდინი? იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. მე მაგალითად არ ვარ დარწმუნებული რომ მხოლოდ საქართველოში შიგნით რომ იდეალურად ვაკეთოთ ჩვენ რაღაცები მარტო ეს იქნება საკმარისი ამ ტიპის რეჟიმის შესასრულებლად. იცი რა, არ ვარ დარწმუნებული, აი არ ვიცი, ჭოჭმანობ. მე მგონია რომ ძალიან აი ორივე ერთთანაბარი დონით თუ არ იყო იქიდან საგარეო წნეხი და ამ საგარეო წნეხში რა ეხა მე მიტყვი მე ამიტომ რაღაცას რა მინდა. და მე შენ თუ გინდა მითხარი ხა ნამეტანი გდომებიო, მაგრამ აი რა მინდა, იცი? 1-2 ეთერში მოვყევი. ის დაპირისპირება რო იყო ისრაელს და ირანს შორის რამდენიმე დღიანი. მოხდა ეგეთი რაღაცა, რომელიღაც ტიპის მაღალი სამხედრო თანამდებობა იყო, ირანი ნიშნავდა ხელმძღვანელს, მეთაურს, ორ დღეში ისრაელი კლავდა. კიდე დანიშნავდა, კიდე მოკლა და ბოლოს ისრაელმა ჩაატარა პრესკონფერენცია, რომ რატო აგეწელათ დანიშნეთო ვინმე გელოდებითო, რომ ვიღაცა მყავდესო ვიზაში. აი ეგრე მინდა რომ ვიღაცა რომ აი მინისტრათან დეპარტამენტის უფროსად დანიშნება ქართულ ოცნებაში, ეგრევე სანქცია ხდებოდეს თავში. აი ეგ არის, მაგრამ ერთის უნდა ცოტა მე რა მგონია, იცი? ყველა რაღაცნაირად არ მგონია ის რომ ვერ ხვდებოდეს ადამიანი ზოგადად ნებისმიერ პროცესში რომ საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოს და საკუთარი საქმე თვითონ უნდა გააკეთოს. რაღაცნაირად ზედმეტი ის ხო არ მოხდა წამოწევა და ნიშნულობის მინიჭება გარედან სანქცირებაზე და რაღაცნაირად ყველა უფრო ველოდებით რომ გარედან რომ რაღაცა დასანქცირდება, მე ესენი შეირყევიან და უფრო აწუხებთ კი ბაბა, მე და შენ რომ რუსთაველზე არა, ნახე რუსთაველზე მე და შენ გავართ 3 საათი და მე და შენ რუსთაველზე დავდგეთ 48 საათი. არავინ არის დილის 8 საათზე რომ გაიღვიძებს მილიონიანი ქალაქი და ქუჩაში დახვდება 40 სუმაგას ვიძახი. თუნდაც 20,000 კაცი ქუჩაში
რა ხდება უბრალოდ იკითხავს, იმიტომ რომ ვიღაც ტიპებს საერთოდ არც კი გაუგიათ რა ხდება საერთოდ. არიან ეგეთები და მე ცოტა რომ ჩაებმება, რავი, 1-2 მაგ ნახავს, იქ შეიძლება კადრები ნახოს, რეებს გუშვებოდნენ, თალყის გვარი წავდნენ. მე სხვანაირად თუ ეგარო ნახავს. არა, ნუ ვიღაცები არიან ერთი რომ არც აინტერესებს, რომ ტელევიზორს არ თავენ. კაი, საერთაშორისო და ასევე ზედმეტი წონა ხო არ მივანიჭეთ საერთაშორისო წნეხს ამაცე. ადამიანებს ხო არ გაჩნდა მოლოდინები, რომ აი ჩემს აი რასაც ახლა თორნიკე ეძახოს, ჩემს მოქმედებაზე უფრო ეფექტიანი და ძალიანი იქნება გარედან ისიც საჭიროა მეთქი აუცილებლად. ალბათ არის რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანებში მაინც ეგ განცდა არის, რომ რაღაცა ერთხელ გამოვედი, 7-ჯერ გამოვედი, 17-ჯერ გამოვედი, 27-ჯერ გამოვედი და ვერაფერი ვერ შევწვალე და ახლა იქნებ გარედან რაღაცა უფრო მეტად დაგვეხმარონ და რაღაცა, მაგრამ მე მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ. ის რო გარედან რაღაცა დახმარების მონოდინი კონდეს, რა მგონია ნორმალური ამბავი არის. უბრალოდ დასანქცირება, მოდი რამდენიმე რაღაცა შეეხედა, ვიტყვი, დასანქცირება ეგრე მარტივად არ ხდება, რომ უბრალოდ ვიღაცამ რაღაც თანამდება დაიკავა. ანუ დასანქცირება ხდება, იმას უნდა კონდეს ერთი არის gross human rights violations არის, უხეში ადამიანის უფლების დარღვევის ნაწილში რაღაცები უნდა მტკიცდებოდეს, ან უნდა იყოს რაღაცა კორუფციული ამბები, ან უნდა იყოს რუსეთთან თანამშრომლობის ამბები, ძირითადად ვის დასანქციეს არის დასანქცირებული ამ ხაზების მიხედვით. ან რუსეთთან თანამშრომლობა რუსეთისთვის ხელშემწყობი რაღაც ფარცხალაძე არის მაგით და ბიძინა არის მაგით დასანქცირებული, არის კორუფციის ნაწილი და ძირითადად პოლიციელები და მოსამართლეები და ვიღაცები ეგენი არის ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში. ანუ რაღაცები უნდა იყოს ხელჩასაჭიდი, რის გამოც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ვიღაცები დაასანქცირონ, ან პროსტა ვიღაცა თანამდებობაზე იყო, ამის გამო არავის არ დაასანქცირებენ და იმ ისეთი დონის დისკრედიტაცია და დილეგიტიმაცია ხელისუფლების, რომ იმ ხელისუფლების წევრი რო ხარ ავტომატურად პრობლემებს ნიშნავს არ ხდება. ვერ ვიზამთ მაგას. ჩემს და მიუღწეველი ამბავი არის ამოცემულობაში. ზოგადი ის რო თქვა, რომ გარედან როგორი სიტუაცია არის, ну, რა ჩემი აქმა ეგეთი არის, რომ ევროპა ესეთი მობილიზებული როგორიც იყო აქამდე არასოდეს არ ყოფილა, მათ შორის ევროპის წარმოადგენა იმასთან დაკავშირებით რა ტიპის სახელმწიფოს წარმოადგენს რუსეთი დღეს და ამაზე კონსენსუსი ეხა როგორიც არის ევროპის შიგნით აქამდე არ ყოფილა და პრინციპში ეს რო რუსული ხელისუფლება ბოდიში გაწყვეტინება, მაგაზეც არის ეგ კონსენსუსი ნეტა? ბიჭო, რთული სათქმელი, მე არ ვიცი ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერი კონკრეტულად მაგასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, იმიტომ რომ ეგეთი კომუნიკაციის საშუალება არ ქონია, მაგრამ სიტყვაზე შემიძლია თქვა ევროპარლამენტში ან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაცდებით რომ ფართო კონსენსუსია მაგაზე, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. და არ ყოფილა საერთოდ სიტყვაზე 20-ში, 21-ში, 22-შიც კი უმრავლესობა ეგრე არ ფიქრობდა. ეხლა უმრავლესობა ეგრე ფიქრობს, იმიტომ რომ რაღაცები არის, რასაც უბრალოდ, რავი, ახსნა არ აქვს. სხვანაირად ისინიც ვეღარ ხსნიან უკვე რაღაცებს. თუ ანამდე იხსნიდან იმითი, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური ამბავია. მათ შორის პირადი შეურაცხყოფებიც რაც მიდის, ხო, უკან გაიკეთონ ის რეზოლუცია და რაღაცა. რა არის, ხო, გარდა იმისა, რომ რუსები არიან, უბრალოდ არ ესმით. ანუ შეიძლება ხა გააკრიტიკო რაღაცა. მე მიკრიტიკები ევროკავშირი, დავით, ხაც გავაკრიტიკებ ევროკავშირი, ზედმეტად ცენტრალიზებულია, ზედმეტად ბიუროკრატიზებულია, ზედმეტად რეგულირებულია, პრაქტიკულად ტრამპი რასაც იზახავს, გააჩერეთ ეკონომიკა, მართლა ეგრე არის, ეკონომიკის საშუალოდ რო შეხედო ეკონომიკა ევროკავშირის აღარ იზრდება, მაგრამ დიდრები არიან, მაგრამ წინ ვეღარ მიდიან, უფრო მეტად ვეღარ იზრდებიან. მე რაღაცა შემიძლია ევროკავშირი ვაკრიტიკო, უაზრო რეგულაციები დაწყებული, ბევრი სისულელები დამთავრებული, მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკაზე რაღაცებზე მილიონი რაღაცა შეგვიძლია ილაპარაკო, მაგრამ ჯამში ხა ეგეთი თავისუფალი სივრცე ჩვენთან მეტი სხვა არ არის რა, არ არსებობს, ანუ ყველა ვარიანტში მაგის ნაწილი უნდა გავხდეთ და მე რავი შეგინ შეგვიძლია დემოკრატია არის, შეგინ შეგვიძლია იბრძოლო უკეთ როგორც იქაც იბრძვიან ვიღაცები, ჩემი ჭკუის ხალხი იქაც არიან და იბრძვიან უკეთესი ევროკავშირის როგორც თვითონ წარმოუდგენიათ რა. ეგ ცალკე თემა არის, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ჩვენ თუ აქ ვიბრძოლებთ და მათ შორის იმათვის გასაგები იქნება ჩვენი ბრძოლის სტრატეგია რა არის და დაინახავ რომ ჩვენ მართლა ყველა ერთად გავერთიანდით და მართლა რუსეთს უპირისპირდებით, იქიდან ხადაჭერა იქნება გაცდებით მაღალი. ისევე როგორც მე ეჭვი არ მეპარება რომ ამერიკიდან იქნება იგივე. ამერიკიდან ახლა რაც არ უნდა ილაპარაკო ტრამპზე და მე ბევრ რაღაცებში ვაკრიტიკებ ტრამპს, მაგრამ ის რომ უბიძგებს ევროპას რომ გახდეს უფრო ძლიერი და იგზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე და ფული არ ხარჯოს სათა სისულელებში ასე ხარჯავენ, მაგაში ის არის 100%-იანი. მე რაც არ მოწონს ახლა უკრაინასთან მიმართებაში გაუგებარის ძალიან არ მოწონს, არც ის ტარიფების გონია რომ თვითონ ამერიკისთვის არის დამაზიანებელი და ბევრი რაღაცაზე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მათ შორის ჩვენთან მიმართებაში თუ დაინახა რომ ჩვენ აქ ძალა ვართ და ის ძალას პატივს სცემს და ჩვენ ვიბრძვით მართლა თავისუფლებისთვის, ავი ეჭვი მეპარება რომ ხარდაჭერა არ ქონდეს. ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი ზუსტად არის ის რომ თელ პოსტსაბჭოთა სივრცეში კოცები არიან ერთადერთი ვისაც ის არ ელაპარაკება. ბარემ ამ თემაზე არის მიბმული გარკვეულწილად შენ რის გამოც დაგაწიეს ახალი ბრალი და გირავ და ასე შემდეგ. ბარემ მაგ ამბავზე რა ხდება მიშამშვილდაძესავით კითხავ იმაზე ჩვენი მოწამვლის ამბავზე. არა, მოწამვლის ამბავზე საერთაშორისო კონტექსტის ნაწილია ეგეც გარკვეულწილად და მაგაზე რა ხდება. გაგზავნილი მე მგონი 11 ორგანიზაციაში, არასამთავრობოებსაც გაგზავნილი მე მგონი კიდე მაგაზე მეტში
ჯერჯერობით რამე კონკრეტული იქიდან რომ საგამოძიებო რამე დაწყებული იყო გავიგებდით, არაფერი ეგეთი ჯერჯერობით არ არის. არა კომუნიკაცია გვაქვს, ანუ ჩვენთან არიან კოალიციაში ვიღაცები, ვისაც მიმოწერა. ეგ რაზეა დამოკიდებული? იმათ უნდა დაინტერესოთ ამ თემამ? სხვადასხვა ორგანიზაციაში სხვადასხვანაირად ხდება. არის რაღაც სტრუქტურები, სადაც ერთმა ქვეყანამაც კი რომ მოითხოვოს, ანუ სიტყვაზე რომ რაღაცა ქვეყანამ თქვას, რომ ეს არის გამოსაძიებელი ამბავი, უკვე ეგ მექანიზმი შეიქმნება. არის სადღაც რავი, რაღაც თვითონ ორგანიზაციამ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. სხვადასხვა სტრუქტურებია, მათ შორის ამ სტრუქტურებს იმიტომ მიმართეთ ჩვენ ცალკე და NGO-მა ცალკე, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება პარტიებმა მიმართონ, სადღაც პარტიები ვერ მიმართავენ, იმიტომ რომ რაღაც მანდატს ხდება და სამოქალაქო საქმეში რომ რაც ამ ამბავშია. არის რა პირობებში შეიძლება იყოს რეალობა დადგენადი, სულ რომ დაიწყოს ეს გამოძიება. ანუ ფიზიკურად, აი გიორგის ათასნაირი თეორიები ქონდა მე ამოჭრეს ეს წათრიეს. სად შეიძლება იყოს დარჩენილი ეს კვალი, მისი თუ რა შოსასემ და შეუშვას და აუზებისის ჩაატაროს ექსპერტიზა თუ აი ჩემი აზრით მაგ რთული არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა ფიზიკურად განადგურებული ქონდეთ რაღაცეები, რაც არის დარჩენილი ვიდეო კადრები და რაც არის დარჩენილი მათ შორის კვლევა რო ჩაატარეს ძმებმა ჩახუნაშვილებმა, ეგ ჩემს სავსებით საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ იმათმა რაღაცა ნივთიერება გამოიყენეს როგორც ქიმიური იარაღი. ჩემი თავარი მესიჯი რაც იმ პრეს კონფერენცზე რო ჩავატარეთ ეგ იყო, რომ რაღაცა ქიმიური ნივთიერების გამოყენება შეიძლება თუ არა კვალიფიცირდეს როგორც ქიმიური იარაღად გამოყენება, არ არის დამოკიდებული მარტო ფორმულაზე, დამოკიდებულია მისი ფორმისა და ინტენსივობაზე. გამოყენების ფორმასა და ინტენსივობაზე. გამოიწვია იმან. ყველგან მაგას ვიზახი, რომ ის რასაც ვიზახი. დამდგარი დანაშაულია, რაც არ უნდა გამოგზავნოს. აკრძალული არ არის, აი ეხა ეს რო ეს გიო ეს წყალი რო ვენაში გავიკეთო ხომ მომკლავს. რავი, წყალია რა. არ არის აკრძალული არ არის კი რა, წყალია, ჩემი ადამიანის ორგანიზმი, რავი 70-80% წყალია, მაგრამ ეხა როგორ გამოიყენებ? რა ინტენსივად გამოიყენებ? ბენზინიც არ არის აკრძალული, მაგრამ ბენზინი ხომ უნდა გასხან წყლის ჭალის მანქანებიდან, ხო რა? და ანუ რეალურად აი ძალიან საინტერესო რამე. რაც არის ვიდეო კადრებია, როგორ რამდენი ადამიანი გაწუწეს და როგორ წუწავდნენ და მათ შორის როგორი მიქსი იყო ამ წყლის და ხუთავი გაზის და პლუს არის კვლევა, რომელიც აჩვენებს და მე ვარ ხალი ადამიანი ერთ-ერთი რომელსაც 3 დღე ანუ არანაირი დროებითი ეფექტი ის არ იყო 3 დღე წეწმებოდა ყოველ ბანაობაზე და ეგეთი ადამიანები ბევრი არსებობენ რა და ძალიან საინტერესო რა საინტერესი მაქვს აი ბიოლოგიური სიმპტომები აჩვენებს რომ რაღაცა ტიპის ნივთიერება არ ვიცი კამიტი იყო თუ კამიტი არ იყო გამოყენებული იყო ისეთი ფორმითა და ისეთი ინტენსივობით რომ ამას ჰქონდა ხანგრძლივი დამაზიანებელი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობის მათ შორის მე ვისნობ ადამიანს და ეს უკვე დანაშაულია ხედულობა დაეკარგა ერთნახევრით მეორე დღესო იმიტომ ერთად გაგწუწეს ჩვენ და ერთად შეგვასხეს რაღაცეები ჭოველიძეზე ჭიჭინაძეზე და ვისნობ ადამიანს რომელიც ჩვენ და გიჭტივში არის რაზმა რომელსაც ხვიდან სისხლი მოძდიოდა რა თვეების გამო შეხება არის ყველა ძალიან საერთო უნებურად ეწყებოდა უბრალოდ სისხლდენა რა ეხაც აი ხალხი იძახს რომ ეხაც მოძდით რა ანუ კადრები და ეს სიმპტომები ჯამში აჩვენებს რომ რაღაცა იყო გამოყენებული როგორც ქიმიური ბიოლოგიური ყონა შეიძლება ჩემი აზრით აი ძალიან საინტერესო რამეს ამბობს იქ ქალბატონი რო ექსპერტი BBC-ს გამოძიებაში ხა გვარი დამოვიწყდა რომელიც წამების და მაგის პრევენციის რაღაცა იმის ხელმძღვანელია ვერ დავიმახსოვრ ეს ამბობს რომ პოლიციას ყოველთვის ეს არის საერთაშორისო რეგულაცია რომ უფლება მოსილება აქვს გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენოს ეს იმ მყისიერი დაშლისთვისო და თუ ეფექტი მყისიერს ცდება ეს არის ყოველთვის დანაშაული და აქ არათუ ცდებოდა დღეებზე და კვირებზე ანუ ეს უკვე მოწამლა არ აქვს მნიშვნელობა მართლა რა პარაცეტამოლი რო შემოესხათ თხევად არ ვიცი რა რამე სხვა ნივთიერება მე რო ის მაგ ლურჯი North Face-ის კურტუკი მაგ რომელიც მეც ახome ეს მე რო სახში მივედი როცა გამწუწეს და როცა ის მეწოდა და ყოველ ბანაობაზე რომ მეწოდა მე სამ ბანაობაზე მეწოდა და მე გამიარა ანუ მეორე დღეს და მესამე დღეს დილით მეწოდა კიდე რომ ფორები რო იხსნებოდა ცხელწყალზე ისე ვიწოვდა იმას რაღაცა იყო კანში ჩამჯდარი და შევრო ცეცხლი მეკიდა და ვიჯექ ხომ 1 საათი და აი ეს უფლი მომდიოდა და ვითმენდი რომ პროსტა გამეძლო და ვიცოდი სადაც დაზიანებული და ეგ რომ გასულიყო ან ეგ საერთოდ 17 10 არის ესეთი რაღაცა ისე არ მეწოდა ანუ ესე პროსტა არ მეწოდა უბრალოდ ცხელწყალში შევდიოდი მაშინ იწყებდა წვას რა ხო და ისიც გამინდა რომ მივედი სახში ამ კურტუკი და ეს კურტუკი რომ მივაგდე სადღაც და რომ შევედი შხაპში და რაღაცა ნატა ადგა რომელიც იყო 2 ოთახის იქით და ეს კურტუკი გააგდო აივანზე რა და იმიტომ რომ სახში დადგა საშინელი სუნი. რასაც ცალკე ამბავი, ანუ მე მწამლავ, მე კაი პროტესტანტი ვიყავი და დამწავლე, მაგრამ მე რომ სახში მივდივარ და სახში მატანამ გაჟღენთილ რაღაცა იმას და სახში ვიღაცებს მაწამლილებ, ოჯახს მაწამლილებ, რომელიც შეიძლება მათ შორის კოცები არიან შეიძლება, ხო? პროტესტანტ არ კავშირში არ არიან. ეხო ცალკე დანაშაულია. და რამდენი ადამიანი წავიდა იქიდან ეგრე გაწუწული და წაიღო სახში. მეორე დღეს აროლებული რაღაცა, რომელსაც ოჯახის წევრები სულ არაფერში არ იყვნენ პროტესტანტ. ხალხი წვის დადიოდა მეორე დღეს რუსთაველზე ისინი ციცამდებოდნენ. არ დაგაცოვის ასფალტის იმის სუნი ადიოდა, ჩვეულად იგზნობოდა დღეების განმავლობაში.
ხო და რავი, მე მგონია რომ მან გასაგებია რომ შეიძლება რაღაც ახლა ის არის კამეტი თუ ქონდა განადგურეს ან რავი რაც იყო ის განადგურეს და შეიძლება ვერ იპოვო მაგის ფიზიკური კვალი, მაგრამ რაც არსებობს უკვე ვიდეო მტკიცებულებები და ეს კვლევა და ადამიანების სიმპტომები, ეგ უკვე აჩვენებს რომ რაღაცა იყო გამოყენებული როგორც ქიმიური იარაღი რა. ისე აი ეს ახლა ოჯახის თემა ახსენე და ახლა არ მინდო რაღაცა პროფილის სტილში შევეხო მაგ თემას და აი რაღაცა და ეგ არ არის ჩემი სტილი არანაირად არც ამ გადაცემის, მაგრამ იმიტომ ეგ ჭირდება ცოტა ემოციები. რა რა ჩემი ტირილის ამბავზე რა პრობლემა მატრიეს არის ის ეგ ამბავი. ეგეც მოიცა მოუყვები, მოდი ჩვენ ეთერშიც მოუყვები. ესე იგი 5 ოქტომბრის დილა იყო და რაღაცას გამოაცხადეს რომ ყველას დაგიჭერთ და რაღაცა და ანუ საუბრობდი რა ამ რუსეთთან ბრძოლის ისტორიაზე და ამბროს ხელაიადან დაწყებული კოსტავა გამოსახულდაზე ამერზე ვახსენებ რომ როგორ მაშინ ვყავდით წნეხში ამ რუსეთთან და მაინც რომ ვიღაცებს კიდე არ ჯეროდათ და ბოლომდე რომ ის გახდა ვიღაცები რომ კიდე საბჭოთა წარსულს მისტირიან და ნუ აი მაგაზე რო ახსენე ამ წავმივიდა ცრემლები რა პირდაპირ ეთერში რა და ეს გამოდეს პოზიტივიმ და ვიღაც პროპაგანდისტურ არხება რომ ტირის მე ვიღაცებმა დააწერეს რომ ის შვილია რა ქვია პაატა ბურჭულაძის შვილია და ჩავარდნილი რევოლუციის გამო ტირისო და აი და მატრიეს დღემდე ეს ვიც სხვა არაფერს არ უყურებს მე რომ დავინახავ მე ამარი ტირა ვაფშე არ მიტყოდე ერთი წამი რა უნდა ვთქვა რა მაგაზე ესე იგი მე ახლობელი რო გარდამცულია მაშინაც მიტირია კაცო ჩვენ აკრებს რომ მოუგია საბერძნეთთან ვიტირა ცრემლებად ვიღურებოდი რა არის მაგაში გასატეხი გასაზომი შეგვიძლია რა არის მაგაში გასატეხი ბიჭო მის გამო მზიამაღლობის სილის გარტყმის გამო მაინც არ მიტირია რაზე ლაპარაკობ რამდენი წელი ხარ შენ 35-ის შეიძლება 15 წელიწადში ნახ ყველაფერზე იტირებ და რა ესე ვერაფერი ვერ მომიძებნეს ფილმებზე რომ წამოგიღებს მე ეს რეანიმატოლოგი იყო ეს რეანიმატოლოგი იყო რა დაუბრალოთ იმასთან ქონდა შეხება მონი ნარკომანი იყოსო ამას და მე ვერაფერი ვერ მომიტრიალეს ისა ვიტირა საღო მეტი კომპრომატი თუ არ აქვს შეგიძლია მაგარი კომპრომატია მაგარი კომპრომატია ეს აღატირის და რაღაცებს უწერენ კალაჩუნა ექტება რავი ანახლობლის ყველა ჯვარი წერია გარდაცვალების იმის რა პანაშვიძე არ გიტირიათ ან სიხარულით არ გიტირიათ ბავშვი რო შეგეძინათ ნაკრებმა რომ რა გჭირთ ბიჭო რა გაგიფლექსი და შენი ტირილი გავაცოცხლე ეხა კიდე რა გაიმაზა ისეთი კიდე რა გაიმაზა კი არა რა ხო მოკეთ ოჯახზე დავიწყე სადაც გადავუშვი ანუ ეს არის მაინც განსაკუთრებულად თუ ეხა მე დარწმუნებული ვარ ბავშვებისთვის ანუ ყოველ საღამოს რომ მამა აღარ მოდის სახში უკვე იმას აქ შარიან რომ გავიგე აუხსნიდნენ ალბათ და რაღაცა მაგრამ ეს არის კიდე განსაკუთრებული სირთულე ხა შენ რო ამბობ რომ იქ გამაშავებენ და საჯაროდ არ შევწყვე და ასე შემდეგ რა სირთულეები შეიძლება ქონდეს ადამიანს რომელიც რეჟიმს უპირისპირდება აქ შემოდის ოჯახის კომპონენტი ეგ არ ვახსენეთ რა ეხა ჩვენ იმიტომ რომ აი ხა იმას ჩემმა ცოლმა და მაყურებლის კითხვები რო უნდა წავიკითხო და ერთ-ერთი იყო ჩემ ცოლს ვკითხე რამე სხვა დამავალებ ჯაფარასთან თქო და შენ მეუღლესაც ეგ გასაჭირია გონი ცოლი როგორ უძლებსო ცოლი ამასო წარაბარა რო დაჭერა და წარაბარა რო ცება და წარაბარა რო საფრთხეო ცოლის კომპონენტი ცოლის თვალით დანახული ამბავი როგორ არის ნუ რა უძლებს ისეთ ზმნა არის მაგას არ ახსახავს ზუსტად იმას მაგრამ ნუ რაღაცები გადახარშული აქვს რა იმიტომ რაღაცები ბევრი წლების წინ რაღაცნაირად ერთნაირად უყურებდით ამ რაღაცებს ჩემი ცოლი არის ძალიან ანტი-საბჭოთა და ანტი-რაშისტი არის ბუნებით. ანუ თუ სადმე გვაქვს სერიოზული თანხwebdriver ღირებულების ნაწილში არის ეგ და მათ შორის ჩემი სიმამრი იყო ერთ-ერთი ყველაზე მე მიყვარს ეგეთი ადამიანები, ანტი-საბჭოთა ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, რომელიც საბჭოთა კავშირში აქვს თელი ცხოვრება გატარებული და ზუსტად რო აქვს გააზრებული და ბიოლოგიურ ზიზღს რო განიცდის ყველაფრისადმი, რაც აი საბჭოთა არის ეგეთი იყო ჩემი სიმამრი და ნატას ოჯახიდან აქვს ეს ისა და თვითონაც ის არის და დაჟე ჩემზე ბევრად ის არის, იმიტომ რომ ნატა არის დაბადებული მოსკოვში. და ჩემი სიმამრი იყო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ვიღაც ძალიან ძლიერი ქიმიკოსი იყო, ეს ნობელის ლაურეატი ეს მუშაობდა რაღაც ხო და ეს ნატა ანუ ბავშვობა იქაა გატარებული და მე რომ მაგ ხომე რაღაცა სიტყვაზე რავი დოსტოევსკის რო თქვა რომ რავი
როგორც წერალი. მაგარი რო თქვა და თქვა კარგი წერალი იყო, აი. კურტკასავით გაგისვავს, გაგსოვს. ხო, ჩემზე უკეთესად იცნობს რუსულ ლიტერატურას, იმიტომ რომ მე ხარ რაღაცები ჩემით რაც მაქვს წაკითხული გამა და იმას ნასწავლი აქ, ანუ სკოლაში ასწავლდნენ, კითხულობდნენ და აი რაღაცა 1-2 გვარის როგორც აი ჩეხოვი და კიდე 1-2 რაღაცა, უბრალოდ არავის არც კი იმაშება რა. ის ანუ ისეთები არის არჩეული ყავს, რომლებიც მისიაზეთ იყვნენ რაღაცა ევროპელი რუსები, ნორმალური ადამიანები და რაღაცა და მაგის გამოყავს არჩეული და როგორც კი მაგას ცდები და დოსტოევსკი არის მისთვის აი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ტიპი, რომელიც ყველაზე ზუსტად გადმოცემდა ამ რაღაცა რაშისტული ბუნების რაღაცა კომპრომისს მე არ მესმის და მეუბნება რომ მაგას ვერ გაიგებ, იქ უნდა დაიბადო, გაიზარდო გარემოში და რომანტიზებას ახდენდა გარკვეულწილად იმ რასაც ხედავდა რაღაცა რაც მომწონს და რაღაცა ის მეუბნება რომ ეგ არის რაღაცა მეორე ხარისხოვანი ამბავი სინამდვილეში მთავარი არის ის რომ რაღაცა ყველაზე საზიზღარი რაც არის მათ იმაში იმას გადმოცემსო და თან რაღაცა გლორიფიკაციას უკეთებს რომ ეს არის რაღაცა კარგი რაღაცა რუსკაია დუშა თუ რაღაცაო და მე არ მესმის მე მევასება რა ძველი სალავიოვი რა რუსკოს ჩემს არის რა კარგი ძლიერი წერალი რა ეგინა აქედან შეხედი გინა შეხედი გინა რუსი იყოს ვინც გინა ის იყოს რავი ხა ანუ ამაზე გვიჩხუბია რა ოჯახში შედარებით ქოცი ზურაა ხო ამაზე მართლა გვიჩხუბია გაგებით რომ ბიკამათია ბევრი და ეს თემა ხშირად იწევს ხოლმე რა სადღაც რომ მივიდოთ მანქანაში და რაღაცა კამათი აქამდე თუ მივიდა და ისევ აი ვეჯახებით ერთმანეთს და მე ჩემს ბოლოს რა თქმა უნდა ცოლი იგებს ბიჭო რაღაცა არის როგორი რაღაცა იცი ანუ ისეთ რაღაცას მიხსნის რაც მე არ მესმის რა ანუ მე ხა მე არ მაქვს სიტყვაზე არ მაქვს მუსიკალური სმენა რა მუსიკას მე ვასება ძალიან და მუსიკა იყო ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა იქ ამ 7 თვის განმავლობაში და სტერეოპლუსზე ვიჯექი და ყველა პლეილისტი ვიცი სტერეოპლუსის მაგრამ იმის თქვა მე რაღაცა არის რა რო ამიხსნე ხა რას ნიშნავს მუსიკალური სმენა რა როგორ უნდა ამიხსნა შემიძლია გავიგო აი თუ გაიმეორებ რაღაცა მელოდიას მივხვდები რომ გააქვს მაგრამ რა არის ეს შინაგანად ხო ვერ გავიგებ იმიტომ რომ მე არ ამაქვს რა და ესე ისიც რაღაცა ისეც მიმტკიცებს რასაც ისიც მე არ მესმის კომპოზიტორებს რომ ნოტები ეს დაიბადო გაითვითონაც ხდება იქ უნდა დაიბადო გაიზარდო რომ მივხვდეო ეგ რა არისო და არ ვიცი მოკლედ იმის თქვა მინდა რომ იმის გამო რომ მაგნაწილში ძალიან თანხმდება გვაქვს რაღაც 100%-იანი ამ რეალობაში ზوار და საითმის ეს რეალობა მაგის აქმა ორივეს წლების წინ ქონდა ზუსტად ერთნაირი და ის რომ იქიდან გამომდინარე მე რასაც ვაკეთებ შეიძლება ამის გამო ეს რისკები და საფრთხები გაჩენილიყო ჩემთან მიმართებაში ეგეც გააზრებული ქონდა ეს ანიშნავს რომ შეეგუა ეს ანიშნავს რომ არანერვიულობს ხო მაგ სისულელეა ის ანიშნავს რომ რაღაცა ყოველ წუთიერად და ყოველ დღიურად არ ფიქრობს ამ საფრთხეებზე და არ წონის კიდე ერთხელ თავში რავი ღირს ეს ყველაფერი ამათ არის რავი ჩვეულებრივი ბუნებრივი ცოლის კი არა და უფრო დედის ინსტინქტი არის სამი შვილი ყავს და რაღაც ეგეთ რაღაცები წუხს და ფიქრობს და ნერვიულობს ბავშვების აღქმის დონე როგორი იყო მაგას მინდა მეკითხა ანუ რა დონეზე აქვთ ხა გააზრებული რაც ხდება მამარა ბრძოლაში აი იცი რა რაღაცას ველაპარაკები რა უნდა აი პატარები არიან მაინც რა ხო უფროსთან არ არის მაგის ახსნაც არ სჭირდება ისედაც გასაგებია და ესმის პატარებსთან ლაპარაკობ და რაღაცებს უხსნი ხა კატო უკვე 12-ის არის და რაღაცების უფრო მეტად გაეგება თან ხო იმებით არიან გუბკასავით არიან რაღაცა იწოვენ ყველაფერს ამ ტელევიზორიდან იჭერენ რაღაც ინფორმაციებს რაღაცებს და რაღაცებს შემოშე პატარა არის ყველაზე რთული რა 28 წლის არის და რაღაცებს ვერ უხსნი რა და თან იმის გამო რომ პატარა არის რაღაცა მარტივი კატეგორიებით აზროვნებს ჯერ რაღაცა კარგი ცუდი რაღაცა კეთილი ბოროტი რაღაც ეგეთ კატეგორიებში აზროვნებს კატეგორიები გვაქვს ამ ქვეყანაში ხო ნაცრისფერებში ვერაფერ რაღაცა ვერ შედიხარ და ვერ უხსნი რა თული გასაგებია და რაღაცები არ ესმის ანუ რატო ხდება ეს რაღაცები არ ესმის ყველაზე მეტად მაგას გაუჭირდა რომ გამოვედი ხასიათის შეცვლილი დამხვდა მათ შორის ნატაცაც მეუბნებოდა რაღაცა თვითონ ქცევა შეეცვალა რაღაცა პერიოდი დაჟე ბოლოსკენ უკვე რაღაცა სკოლაში წასვლაზე უარს ამბობდა ჩვენ რაღაცა არაფერს არ ვაძალებთ და რაღაცა მაგ პონჩი რაღაც თავის პროს ვაძლევთ ველაპარაკებით უხსნით და თუ დავარწმუნეთ თუ არ დავარწმუნეთ რავი ხა ძალით არაფერს არ ვაკეთებინათ არც სკოლაში არ მიყვავს ძალით რა არც სკოლა უყვარს და დადიოდა და რაღაცა და მაგრამ რაღაცები გაუჩნდა მაგის გამო ეხლა რაც შევატყე, აი, ხასიათები შეეცვალათ, კატო უფრო ჯიუტი იყო და არ მიჯერებდა, სანამ დამიჭერდნენ. და ეტყობა ამან ისე იმოქმედა, რომ ეხლა რაღაცა ეს მონატრების გამო უფრო მიჯერებს და უფრო დადინჯებული დამხვდა შედარები და რომ ველაპარაკები ვატყობ, რომ ყურადღება გაფანტული ქონდა ხოლმე რა თავის რაღაცებში. ეხლა რაღაცა ველაპარაკები ვატყობ, რომ მისმენს და უფრო ითვალისწინებს ჩემ იმას რა. და კოსტა დამხვდა პირიქით, ანუ გაჯიუტებული და უფრო აღარ მიჯერებს, მანამდე მოწყვეტებული იყო და ყველაფერს მიჯერებდა და ხო რაღაცა პროტესტივით რაღაცა აქვს რა.
ხო, რავი, რთულია ხა მარტივი ბავშვების არ არის. პატარა ასაკში ცოტა გაზრდილი თუ არის კიდე უფრო ის არის. მე ნახე როგორ რაღაცა აქ თუ რჩები, ხო, აი ხა რაღაცა მე ესე გძნობ ხოლმე და მე ესეთი პასუხი მაქვს რა. ან მაშინ მოდი, ავკეთ, წავიდეთ, ან თუ აქ რჩებით რაღაცნაირად აქ სიტუაციას გამოსწორებისთვის უნდა ვიბრძოლოთ რა, სხვანაირად არ გამოდის. მართლა ჩემი თავარი мотиваცია ეგ არის ნამდვილად ხა მე მესმისავი პატრიოტიც ვარ ეს ქვეყანას მიყვარს და რა თქმა უნდა ისა მაგის გამო არის, მაგრამ ჩემთვის ჩემი ამოსავალი საბოლოო ჯამში მე და ჩემი ოჯახი ვარ. მე არასაც წასვლას არ ვაპირებ, აქ მინდა ცხოვრება და მარტო მე კი არ მინდა ცხოვრება, მინდა რომ ჩემი შვილები აქ დარჩენ რა. არ მინდა ჩემი შვილები რომ წავიდნენ. არ დაჟე რავი ხა დღევანდელ სამყაროს რო უყურებ ისიც კი აღარ მაქვს რა წავიდნენ ისწავლონ და მე ჩამოვიდა რაღაცა აქაც ისწავლიან ყველაფერს ის ისწავლაც უნდათ რა მე ყველაფერი აქ ვისწავლე აი 1 საათი არ მისწავლე არსად უცხოეთში რა თვისი ყველაფერი აქ ნასწავლე მე რო ვისწავლე მაშინ როცა მე ეს მოვახერხე მაშინ ბიჭო Google არ იყო და Wikipedia არ იყო და რაღაცა სწავლაც ხომ მუდმივი პროცესი არ ვარ ბიბლიოთეკაში საჯარო ბიბლიოთეკაში 90-ში მე არაფერი არ ვიცი ძმა რაღაცეების ეხლა თუ რამე სწავლა გინდა ეს ანუ კაცობრიობის მიერ შექმნილი ცოდნა რავი ხელის გულზე დევს და ბიჭო სულ უფრო და უფრო იაფი ხდებოდა და ეხლა საერთოდ უფასოდ დევს რა. აუ ეხ შეგიძლია ისენი აპები არის და ვებსაიტები მიმართულება მოქცეს ვინმე ოქსფორდის და ჰარვარდის და იელის და პრინსტონის და იმისი ლექციები და შეუძლებლად უფასოდ შეხვალ და რეგისტრირდები მასალები შეგიძლია საკითხავი ლიტერატურა გადმოქარჩო, წაიკითხო, რავი, აი ყველაფერი შეგიძლია ისწავლო. ყველაფერი შეგიძლია ისწავლო თუ რაც გაინტერესებს და იმის თქვა მინდა რომ დაჟე აი მაგამგებითაც თუ წავლენ და იმოგზაურებენ და დაათვალიერებენ და ნახავენ და რაღაც თვალსაჩინო გაიხსნებათ, ეგ ცხადია მნიშვნელოვანია და კარგია და რაღაცა მაგრამ ზოგადად არ მინდა რომ იდეა ფიქსი არ არის ხო რა ეგოისტური ამბავია მაგრამ მინდა რომ ჩემი შვილები უყურო რავი ჩემი შვილები როგორ იზრდებიან და მათი ცხოვრება როგორია მინდა უყურო და მინდა რომ აქ იყვნენ რა მაგიტომ რა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ეს ამას ვეუბნებოდი ხოლმე კამპანიის დროს პოლიტიკოსებსაც და შეხვედრებზეც რავი ამ საქმეს თუ აკეთებ პოლიტიკოსი ქვია დღევანდელ საქართველოში იმაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება გააკეთო რომ ეს ქვეყანა დაუტოვოს საკუთარ შვილებს ევროკავშირის წევრი რავი მაგაზე მნიშვნელოვანი რა მე რას უნდა მივახცე ხა შეიძლება სხვა მიზნები მქონდა საერთოდ როცა საჯარო აქტივობა დავიწყე და მოგეკითხა ჩემთვის ეხა სიტყვაზე 2009-2010 წელს რა გინდა გეტყოდი რომ რავი იმას თავრობის ხარჯებს მუშეპოსთან მიმართებაში თუ დავიყვან 15%-მდე ჩემთვის იქნება ცხოვრების მიღწევა და გავალ საერთოდ ამ საქმეს გავეცდებით ხო მაგრამ რავი შეიცვალა რეალობა სხვა რეალობაში ვარ და ეხა არის რაღაცა რეჟიმის დამარცხება და მე მინიმუმ ისეთი ქვეყნის დატოვება რაღაცა იმ რეფორმებით და რაღაცებით რომელიც რაღაცა რელსებზე შედგება და ეგეცოდება რომ ამ რელსებზე არის და ელემენტარულად რაღაცა დემოკრატიას არ გადაუხოს და არჩევნები იქნება და მინიმალური ადამიანის უფლებები დაცული იქნება და რაღაც ეგეთი ელემენტარულზე რომ დავაყენოთ და ოკეი რავი ჩემი თაობის პოლიტიკოსებისთვის ეიქნება სერიოზული ამბავი რომ აი ეს მივახციეთ და დავტოვეთ რა და ხო რავი ხა კამპანიაზე დაჟე ადამიანებს ველაპარაკებოდი იმაზე გასაგები მესიჯი ვიდრე განსაკუთრებით ქალებზე მოქმედებდა რომელსაც შვილები ყავდათ და შეხვედრებზე რომ მოდიოდნენ ხოლმე რეგიონებში რა იმაზე გასაგები მესიჯი როცა ვეუბნებოდი რომ შენ შვილს ექნება პასპორტი რომელიც იქნება ევროკავშირის ქვეყნის პასპორტი რომელიც გაუხებს ყველა კარს დედამიწაზე ანუ ამერიკის პასპორტის მე ყველაზე მაგარი პასპორტი რომელთაც სადაც უნდა წავა სადაც უნდა ისწავლო სადაც უნდა იმუშაო სადაც არ გამხელა თავისუფლებას აძლევ საკუთარ შვილს მარტო იმიტომ რომ ექნება ეგეთი პასპორტი აი მაგაზე გასაგები მესიჯი მე არ მქონდა დედები ხვდებოდნენ ეგრევე კოცებს აქვს რა ომი გინდათ თუ რა ახლა ომი გინდათ თუ რა გეი გახდები აუ მაგაზე გასაგები აღოთა ზოგისთვის მე მგონი ანუ მაგაზე ასევე შესაძლებელი არის რომ უნდა შევთავაზოთ იმაზე რომ კონცეფტის პროპაგანდა არ მუშაობს იმაზე რომ დამატებით ადამიანები მოიზრდოს კონცეფტის პროპაგანდის მიზანი არ არის არც ვიღაცების დარწმუნება რომ მათი მხარდაჭერები გახდება არც საკუთარი მხარდაჭერების დარწმუნება იმაში რომ ის ამ პროპაგანდის მიზანი არის რომ საკუთარ მხარდაჭერებს მიცენ სალაპარაკო მესიჯები აუ იმას თვითონაც არ ჯერა მაგისი რომ რამე ხო უნდა თქვას ხო რამე ხო უნდა თქვას არა რატო რანაირად ამართლებ იმას რომ რუსთაველზე 300-400 ახალგაზრდა აწამეს როგორ შეიძლება მაგაზე თვალები დახუჭო და უნდა თქვა მოიგონო რაღაცა მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი უფრო დიადი რომელიც ამას გაამართლებს უფრო დიადი არის ის რომ ომი არ მინდა მე ძმაო ომი აი ამიტომ ხდება ეს რომ ომი არ მინდა ან ამიტომ ხდება ეს რომ არ მინდა რომ გავპიდარასდეთ ყველა რაღაცა უფრო დიადი აქვს მოგონილი მესიჯა თქო სალაპარაკოთ რომ შემო თვითონ ჯერათ ცხარი ადამიანი იდიოტები რომელსაც ჯერათ მაგრამ დიდი ნაწილი მაგას უბრალოდ სალაპარაკოთ იყენებს რომ მეზობელს უთხრას პასუხად მეზობელი თუ რაღაცაზე კრიტიკულს ეტყვის ეზოში უთხრას ხო ეზოში ვიღაცა რომ კრიტიკულს ეტყვის კიდე რანაირად უჭერ ამ ხარს ეს ხდება პასუხი ხომ უნდა უთხრას და ეუბნება ვითომ უფრო დიადი მიზნისთვის აი ამ რაღაცეებზე თვალს ხუჭავთ რა
კაი. გადაცემის ბოლოსკენ გიორგი კითხვებზე გადავალ. მაყურებელს მინდა განმარტებასავით გავაკეთო, ვიღაცამ დავი კომენტარი, რომ ხშირად არ კითხულობთ ხოლმე უკითხვებს. თითქმის ყოველთვის კითხულობთ, უბრალოდ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ის თემები, რაც არის კითხვებში გაჟღერებული, გარკვეულწილად ჩვენი მხრიდანაც ისმევა და დისკუსიაში მაინც განიხილება ხოლმე და შესაბამისად იმ თემატიკის კითხვას იმიტომ თავიდან აღარ ვსვავთ. მაგრამ ბევრი კითხვა იყო და სხვათა შორის ეს პოსტი, რომელიც დავდეთ, რომ რა კითხვას დავსვათ ზურაბ ჯაფარიძისთვის, გამორჩეული იყო იმით, რომ მართლა დაიწერა რაღაც კითხვები და არ იყო მარტო გინება და ან ეს კაი კაცია, ან ეს ცუდი კაცია მაგ ჟანრში. გამიკვირდა ცოტა, მე მეტ გინებას ველოდი, იმიტომ რომ კოცები შემოდიან ხოლმე, მაგრამ ეგ შეიძლება ახალი წლები რო იყო. რაღაც ეგრე არ არის. პარტაქტივის უფრასთან იჯდა. არა, რაღაცნაირი ისეთი კოცები ისე უყურებენ უკვე, ხო, არა. ახველებზე არის, შეიძლება ანასონები არიან და მაიზამეც. მოკლედ, აგე იმედას დაუჩამო, აი ორივეს წავიკითხავ. იწყებს. იმედა დღეს ვერ ჩატავებოდი, იფექტი. რა ვიცი, ეხლა გადაცემაში უნდა რომ გაჟღერდეს. იწყებს, ამ კითხვის უპასუხოთ მოკლედ რა. ვიდო დროც აღარ მაქვს, მართლა მაგით დავხედები და იწყებს თორე ნუ უნდა პლატფორმის შექმნას და ვინ შემო ამ პლატფორმაზე შემოვა, ვისაც არ უნდა და გარეთ დარჩება, რაც უნდა ისუკნიაო და რატომ არ ეშვება ხვეწნა მუდარას გაერთიანებაზე ესო. მაინც მოკლედ რატო არ ეშვება მაგაზე ვილაპარაკეთ ერთობის მნიშვნელობა რატო არის, ამიტომ მაგაზე აღარ გავჩერდები, რომ ერთობის გარეშე არავის ძალა არ აქვს. პლატფორმის შექმნასაც შეეხება, მე მარტო არაფერს არ ვიწყებ, ანუ საბოლოო ჯამში გონია რომ არის ერთობლივად გასაკეთებით, რომ მათ შორის მაგ პლატფორმაში ჩართულობა უნდა ქონდეს ყველას თავიდანვე და იმიტომ მე მაგ პლატფორმას უნდა ქონდეს ნდობა. თუ თავიდან ჩართულობა არ იქნება, მე ნდობა არ ექნება და ვიღაცები ვიქნებენ, რომ მე ან ვიღაცები იქ რაღაცებს ჩვენ როგორც ვაწყობს ისე გავაკეთებ მაგასაც. მისი ესეც ცელი საპასუხოა, მაგრამ თან ამაზე არ გაგვცემს პასუხს, ესე მგონია, მაგრამ კაი. მისი ვერსია რატომ დაიშალა გირჩი 2020 წლის არჩევნების მერე? ამ კითხვაზე თუ გიპასუხებთ, სახინკლეს ვკისრულობთ. ცალკე გეტყვის ხარ. აგერ მესენჯერში გეტყვის და სახინკლე შენ არ ჭამს. სოკოს ხინკალს შევჭამ. ოთხი ხინკალი შევჭამე პირველად ცხოვრებაში, ანუ მახსოვს ხინკალი პირველად ვჭამე, მას შევჭამე 8 წელი, 6 წლის ვიყავი, პირველად ხინკალი რო გავსვიჭე და ციხიდან რო გამოდი, ისე დაპატარებული მქონდა გუჭი, რომ 4 წელი შევჭამე. და რაღაც ოში შევცხო. ვეგეტარიანი ყოფილა გეიც იქნება ეს ალბათ, არ ვიცი, კაი. ვინ არის ვეგეტარიანი? შენ? გამომიჭრიანი ხა ამას. თან ბევრი გახდა ჩემ გაშიმო ვეგეტარიანი რატო არის რაღაცა? პროპაგანდა. შენ დიდი ხანია ხო ხარ? 1-5 წელი. ხო რა, დიდი ხანია. ანა ჩიქოვანის კითხვას არ წავიკითხავ, თორე ისეთია, გახარიას პარტიელები რო გახარიას ეკითხებიან ხოლმე. არა, ვიღალ, არა მართლა ეხა არ ეწყინოს. მისი ბრძოლის უნარიანობა გადავდებია რა ძლებს ძალას რო ასე იბრძა. იერა ეგეთი კითხვა, აი, ესეთი კარგი როგორ ხარ ზურა. არა, უბრალოდ არ გიწევ. კაი, როგორმე გარეთ არჩესო, კაი, სურვილია. ხალხის ონლაინ გაერთიანებაზე საუბრობდა და იქნებ ცოტა მეტი ამაზე ვილაპარაკეთ. რა ფაქტორებმა შეუშალა ხელი გაზაფხულზე გაერთიანებას, სახელი და გვარები გითხრას და არგუმენტებიო, ეს სახელი და გვარები რო თქვას, აწიც ვეღარ მოხდება მე გაერთიანება საუბრობდოთ და სახელმწიფო შინაარსი არ აქვს, მაგრამ წინამდვილეში ჩემი აზრით რაც არის გასასწორებელი მაგნაწილში ადამიანების წარმოადგენაში არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები ყურებენ მარტივად ამ ამბავს და გონიათ, რომ მარტო პირადი ამბიციების ან პარტიული ამბიციების გამოხდება ეგ ამბავი და ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველთვის ეგ არ არის სწორი, ეგ არნიშნავს, რომ პირადი ამბიციები არ არის, ცხადე პირადი ამბიციები არსებობს და ცხადე პარტიული ამბიციები არსებობს. ეგ ბუნებრივი ამბავია ნებისმიერ პოლიტიკურ იმაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეგ იარსებებს, მაგრამ თავარი პრობლემა არის უნდობლობა. ერთმანეთის მიერ ნდობის არარსებობა, ეს უნდობლობა გამოწეულია მათ შორის რაღაცა წარსულში გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებით, რომლებსაც სხვადასხვანაირად აფასებენ. ეს პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური მოთამაშეები გამოწეულია იმითი, რომ ერთმანეთთან მიმართებაში ახსოვთ, რომ რაღაცაზე შევთანხმდით და მე ვიღაცამ შეთანხმება დაარღვია. On ხშირ შემთხვევაში ეს აქეთ ხარ ეს ლაპარაკები ესენი ესე უყურებენ ამას, იქიდან უყურებენ, ასხოთ უყურებენ და ხო, აქედან აქ მარიო დაარღვეთ რაღაცა, მაგრამ თავარი ამბავი რა არის, უნდობლობა, ანუ რატო ვერ ხერხდება ამ ერთობაში შეთანხმება არის ის, რომ უნდობლობის შედეგი არის ის, რომ მე თუ არ მჯერა შენი და შენი იმ გაგებით, რომ ჩვენ თუ ეხა ერთობლივ თამაშს დავიწყებთ, რაღაც მომენტში სადღაც არ გამისხავთ, ან რაღაცას ისეც არ გააკეთებთ, რის გამოც მე მაინც დაშლა მომიწევს ამ ერთობის. ან არ მჯერა, რომ თუ თქვენგან რომელიმე იქნება ამ პროცესის ლიდერი, ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ, თუ გამოყვები, ხო, ნამჯეროდეს, აი შენ თუ იქნება ამ პროცესის ლიდერი, ერთად რო ვართ, გამარჯვებამდე მივალთ. აქედან მოდის მე ის აქმა, რომ საკუთარ თავთან მიდიან მაგაგებაში, რომ მე თუ ვიქნები ამ პროცესის ლიდერი, მაშინ მჯერა, რომ ამ პროცესს მივიყვან გამარჯვებამდე.
და აქედან მოდის მე ეს პირადი რაც ჩანს მე აღიქმნება რომ პირადი ამბიცია არის რომ ამას გინდა თუ არა რაღაც არის პრემიერობა უნდა რაღაცა სიის პირველ ნომერობა უნდა თუ რაღაცა მაგრამ სინამდვილეში შეწყობილი დადის იქამდე რომ მე არ მჯერა რომ ან თუ გამოყვებით როგორც ლიდერს გამარჯვებამდე მიმიყვა და მათ შორის იმიტომ არ ჯერათ რომ უმრავლესობას წარსული გამოცდილება სწორი ხედვა და ვიცი მე როგორ მივიდა და ამიტომ ხო ეგ არის ჩემი პრობლემა რა უნდობლობა რომელიც ეს უნდობლობა წარსული გამოცდილებიდან მოდის რომ გადავგდიათ ერთმანეთი ამ ხალხს ახლა თქვა ღიათ რა კი და ნუ მაგაზე უფრო რთული პრობლემა არის რომ კომუნიკაციის ნაკლებობა არის დობის გაჩენა არის მე პრობლემა მარტო ის კი არა უნდობლობა არის დობის გაჩენა არის პრობლემა დობის გაჩენა სჭირდება ურთიერთობა და კომუნიკაცია და ერთად რაღაცის კეთება რომ კაი წასულში რაღაც აუცდით ერთმანეთს ჩვენი გზები გაიყვან წასულში რაღაცა შენ ისეთი გააკეთე რაც მე არ მოწონს ან მე გავაკეთე რაღაც რაც შენ არ მოგწონს და ამის გამო ნდობა დაიკარგა მაგრამ ეხლა ეს ნდობა რო გაჩნდეს რაღაცები ერთად უნდა ვილაპარაკოთ და რაღაცები ერთად უნდა ვაკეთოთ რომ ისევ გამოჩნდეს ამ გზაში გაჩნდეს ნდობა რომ ხედავთ ლელო რა მესიჯი გამოგიგზავნა მან პრობლემა არის ის რომ ეს რო არ ხდება ეს ნდობა არ ჩდება რა კაი გავაგრძელეთ რატომ მაგრამ მაინც გამოვა რატომ მოიყვანა ხვიჩია და აჩუქა პარტია და ადგილები პარლამენტში ამას მე უპასუხებ შეიძლება ანა ჩიქოვანისავე ფრაზით უპასუხებ ერთხელ აქ სადღაც კომენტარში დაწერა და დამამახსოვრდა ესე იგი ჩვენი ნახსენები მეგობარი ესე იგი ეს ხო კაი კაცია ყველანაირად ალალიო ისეთიო ზურაზე ამბობდა მაგრამ ამ კაცმა ვერ ისწავლა ხალხის ცნობაო რა დღემდე ვერ ისწავლა ხალხის ცნობაო ეგ არის მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი ჩემი მეგობრო თუ კიდე შეც უპასუხე რა ხო, მაინც და მაინც ჩემი ძლიერი მხარე არ არის, ხალხის ცნობა ვაღიარებ, მაგას ბევრჯერ მიღიარებია. კარგია. ბევრს უთქვამს, რომ პრობლემა იყო საერთაშორისო კომუნიკაციის დროს ქვეყნის სახელით ხან ლელო და ხან გახარია, ხან ახალი რო სხვადასხვა რეალობით აცნობდა სიტუაციასო და ეს დღემდე აქტუალური პრობლემაო? არა. ანუ მე მგონი გახარიას ხალხი საერთოდ გარე კომუნიკაცია, ერთობლივ გარე კომუნიკაციაში საერთოდ აღარ მონაწილეობენ და ცალკე თუ რამე კომუნიკაცია აქვს, არ მგონია მაგას რამე წონა და ფასი ქონდეს ვინმესთვის გინდა ევროპაში, გინდა ამერიკაში. საერთოდ ნული იქნება მაგის ფასი და გარე კომუნიკაციაში ეგ პრობლემა იყო სუდასაწყისში. მე ეგ დაალაგდა და პირიქით ბოლო კომუნიკაციაში დაჯ გახარიას ხალხი ჩვენთან ერთად ჩართული იყო და მან პრობლემა აღარ ყოფილა. ანუ ბოლო კომუნიკაციაში გულისხმობს სანამ გახარია პარლამენტში შევიყვანდა ამ თავის ხალხს. კიდე ერთ-ერთი ეგეთი კითხვაა. იაგოსთან მოლაპარაკებებს განიხილავს მომავალშიო? ალბათ არა. თავის წონა თუ ექნება? მოლაპარაკები რაზე უნდა განვიხილო? ვიცი, ალბათ პოლიტიკურ საკითხი. აი, რაზეც სხვა პარტიებს ელაპარაკები ხარ, რომ გამოხვედით აბა რას ფიქრობთო, ეგრე რომ ისულიყავ იაგოსთანაც და აბა შე რას ფიქრობია? მე რაც მოსმენილი მაქვს, სანამ დამიჭედე რაც მომისმენია, ავი ისინი სხვაგან არიან საერთოდ. იმ გაგებით რომ რაღაცა ეს ერთობაზე ლაპარაკის და რებისები რაღაცების ისულელე გონიათ იმ გაგებით რომ კოცებს უყურებენ ისე რომ კოცებთან თანამშრომლობა დღემდე ჯერ კიდე მოსულა იმ გაგებით რომ მათ რიტორიკაშიც კი როცა კოცებზე და ბიძინაზე ლაპარაკობენ ბატონ ბიძინათი მოიხსენებენ და პატივით და რიდით და იმითი არიან ხო და რა ვე ხა მე ხო კეთილი დიქტატორი რაღაცა ფრაზა რომელსაც მოიხსენებენ რა ვე ხა სასაცილოა ჩემი ასე ყველაფერი არასერიოზული, ამიტომ რა ვიხარ, ის რაღაცა საერთოდ თამაში თუ წამოიწყეთ რაღაცა დიდი ერთობა თუ შედგა და რაღაცა წესებზე იქნება შეთანხმება, თუ ისინიც გადაწყვეტენ რომ რეჟიმის წინააღმდეგ მართლა უნდა თუ ბრძოლაში ჩაებან, რავი შეუძლეთ იმის ნაწილი გახდნენ, მე მან პრობლემას ვერ ხედავ, უბრალოდ მე არ მგონია ისინი ხა ბრძოლაში იყვნენ ბევრი მიზეზების გამო და ანუ ქვეყანაში სადაც ადამიანებს იჭერენ იმის გამო რომ ცარიელი ფურცელი უჭირავს ხელში, ადამიანებს იჭერენ იმის გამო რომ ტროტუარზე დგას ადამიანებს იჭერენ იმის გამო რომ ვიღაცას მონა დაუძახა. ანუ გამოხატვის თავისუფლება გარდა სოციალებში არის Facebook-ის კომენტარების გამო აქვს ადამიანებს კაპეზეში ღამეები გატარებული. ანუ გამოხატვის თავისუფლება არის ესეთი შეზღუდული და შენ გაქვს პროფესია არჩეული პოლიტიკოსობა და ლაპარაკობ 24 საათი და არც ერთხელ არავის არათუ არ დაუჭერი ხარ, არც არავინ დაგხვედრია, არც არასდროს დაუჯარიმები ხარ. ეგ ხო ნიშნავს რომ რაღაცას ისეთ ლაპარაკობ, რაც საერთოდ რელევანტური არ არის. ამ რეალობისთვის ხო? აი, მოდი მე უარეს. თუ პოლიტიკაში ხარ და ამ რეალობაში ცხოვრობ, სადაც გამოხატვის თავისუფლება ისე შეზღუდულია, რომ ადამიანებს Facebook-ის კომენტარისთვისაც კი ციხეში სატარებინებენ და შენი ლაპარაკის გამო საერთოდ არაფერი არ გეხება, ეგ ნიშნავს რომ რაღაცას ისეთ ლაპარაკობ, რომ საერთოდ არარელევანტური ხარ. ამ ამბიზიებშიც გეძახიან. ეგ კიდე ცალკე ამბავია, ნიშნავს რომ ისეთ ლაპარაკობ, რომ იმათაც ხო, ეგ ცალკე ამბავია. აქამდე არ მივდივარ, არა, ეგ კიდე უფრო ისაა. ხო და რა ვიღა, თუ მართლა თუ დავინახავ, რომ მართლა აპირებენ რეჟიმთან დაპირისპირებულ ბრძოლას და იგივე აღქმა ექებათ, რაც მე რომ ჯერ მათ შორის ისიც არ უნდა ჯეროდა ბევრი რაღაცების ერთნაირად გჯერა რა ტიპის რეფორმები არიან ქვეყანაში გასატარებელი, რა ვეხა, რაზეც ლაპარაკობდნენ ისინი, მაგაზე მაქვს ნალაპარაკები მე წლებია.
ამ ქვეყანაში ხო მაგრამ მაქამდე რომ მიხვიდე ჯერ ხომ უნდა გესმოდეს რომ ჯერ ეს რეჟიმი უნდა ჩამოშალო და მე შეჩდება შანსი რომ რამე რეფორმა გაატაროს სადაც შეიძლება ადამიანს მეტი თავისუფლება მოუტანო ხო აი ეს ჩემი აქმა ეგ არის რომ ისინი რეალურად ამ რეალობას აფასებენ სხვანაირად ამას აკეთებენ იმის გამო რომ ეშინიათ რეჟიმთან დაპირისპირება თუ რაღაცა სხვა მოტივები აქვთ ეგ ჩემთვის არსებითი არ არის მაგრამ ისინი იმ ბრძოლაში რა ბრძოლაშიც მე ვარ და თქვენ ხართ იმ ბრძოლაში არ არიან თუ დავინახე რომ მაგ ბრძოლაში არიან მაშინ ოკეი რა და ეხლა მანამ სანამ მაგას მე ვერ ხედავ და ეგ ხო მარტივი რაღაცა არის კიდე გამერებ ანუ როცა შენი საქმე არის ლაპარაკი და ქვეყანაში ლაპარაკის გამო ადამიანებს სჯიან ყველანაირი იმით და შენ არაფერი არ გეხება ანუ მინიმუმ მაგაზე უნდა დაფიქრდე რომ ესე იგი რაღაც ლაპარაკობს და რაც არარელევანტურია ამ რეალობისთვის თუ პოლიტიკოსი ისინი გეუბნებათ თქვენ ხარ გიჟები აჭერინებ თავსო კაცო აი კიდე კაი გამოსწორდა და უჩვენებ გიჟები თავს აჭერინებდი მაგრამ შენ როგორები შენ დამანახე როგორებძი იმას რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ეგრე არ იზღუდებოდეს თავი დანებს სხვა უფლებებს სიტყვის თავისუფლება ეგრე არ იზღუდებოდეს მაგას როგორებძი ყველაზე კომიკური რა არის აი აქციებმა შედეგი ვერ იმ აქციების ნაწილი ხო კაცო მიკროფონით ხო იდგენ ოპერასთან და გააკეთე შენ თვითონ რა ხო რა ვიცი რა პრობლემა იმათ კაი აღარ მინდა კაი კაი გამარჯობა დაუშალა რამის კეთება არ ვიცი ეკითხვა მაქვს გამარჯობა ხომ არ გაცვალა ტრამპმა ვენესუელა უკრაინაში თუ ეს ამბავი პირიქით დაეხმარება უკრაინას მექსის რა მგონია კაი მე ზუსტად ტრამპს ეს უსია რა რამე გაცვალა არა რა გაცვალა გაცვალა რას ნიშნავს რომ ეხლა რა შეგვეკები ისა პუტინი აიღებს კიევს ხო რა წაიწია წინ რავი სანტიმეტრით მაინც და ანუ რუსეთმა დაუთმო ვენესუელა რო არ დაეთმო ასამბო კაი ცალკე ხშირად მესმის ხოლმე ხალხისგან პარტიებისგან მოწოდებები რომ რეგიონებში უნდა ჩავიდეთ ვაი რა იგულისხმება მაგაში რომ ჩავიდნენ ქალაქის შუაში უნდა დადგენ თუ მეზობლებს გადასახონ თუ რანაირად უნდა მოხდეს ეგ თემა უმოკლედ მე არ ვიცი ანუ რეგიონებში გასვლას აქ შინაარსი იმ შემთხვევაში თუ ხალხი გამოდის და ხვდება და გააქვთ ლაპარაკის საშუალება ჩემი გამოცდილება და ჩემი დაკვირვება მათ შორის სხვა პარტიების გამოცდილება არის ის რომ პარტიები როდესაც ჩადიან რეგიონებში ну 99%-ში ისინი ხვდებიან საკუთარ პარტიულ აქტივს და ამ ჩასვლის შინაარსი ის კი არა რომ ხალხს დაელაპარაკო და რაღაცა გააგებინო და არწმუნა, არამედ არის საკუთარი პარტიული აქტივის გამხნევება. ანუ ჩადიხარ, შენი მხარდაჭერებს ხვდები და უბრალოდ ამხნევებ და ეუბნები რომ ეხლა ამაშებით, ხო აი ხა არჩევნები მოდის, ამ არჩევნებზე ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ამდენი დაკვირვებელი ყავს, ესა რაღაცა გამხნევების ამბავია და არა ის რომ უცხო ადამიანებთან გაქვს კომუნიკაცია, რომელსაც რაღაცაში არწმუნ. ხო, კამპანია ეგ არ არის. და პრობლემა არის ის რომ ერთი რომ რეგიონები დაცლილია და თუ დიდ ქალაქებში არ ჩადიხარ, უბრალოდ ფიზიკურად ხალხის პოვნა არის პრობლემა, ვერ დაელაპარაკები. აქედან მიდიხარ იქამდე რომ შანსი არის შეგიძლია ჭიშკარ იარო რა. მაგრამ მან მიდიხარ იქამდე რომ დღეში რამდენ ადამიანთან მოვაპარაკე და ხო. და მე კითხვა არის ის რომ ხა რა უფრო ხარჯ ეფექტურია ეგრე სიარული და კარზე დაკაკუნება და არ დღის განმავლობაში არ ვიცი 20 კაცზე ხელის ჩამორთვა და ლაპარაკება თუ სიტყვაზე შერასაც აკეთებ TikTok-ის ჩართვა სადაც რა ვიცი 40000 კაცი გიყურებს და ელაპარაკები 40000 კაცს რომელიც არ გიждდება არაფერი და დროსაც არ კარგავ იმაზე რომ წავხვიდე წამოხვიდე და რაღაცა. ამიტომ ეს რეგიონებში სიარული აზრს ხედავ თუ დიდი რაღაცა საერთო კამპანია გვაქვს და 10000 კაცი დამხნევებ, გასამხნევებლად, ანუ ყველა ერთად ავართ და ყველა პარტიის ხადავჭერი და შენი ფანები პირობითად თუ არსებობენ სადღაც შენი ფანები თუ არსებობენ, ისინი ყველა გამოდიან და ყველას ერთად ხვდები და ვამხნევებთ ხალხო, ეხა ამას ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ, ამისთვის ჩასვას აზრი აქვს და სხვა შემთხვევაში ესე პროსტა სიარულს მე არის, ეხა რო ჩადიან, ეხა მე მგონი არც არავინ არ ჩადის, მაგრამ ზოგადად რო ჩადიან ხოლმე პარტიები, ჩადიან მედიისთვის, რომ ანახო ვიღაცებს შევხვდეთ. ისე მედიით მისვენ უფრო ბევრ ხალხს, რომ იმათ დაიხარო რომ რეგიონებში ადგილზე მხარდაჭერა გვაქვს რა. ორი კითხვა დარჩენილი. შარშან არჩევნების ეხა მოკლედ პროტესტში ხალხს უნდა დაო რომ ლიდერი ყოფილიყო და რა ეხა რატო დაიდო თავპატიჟიო. მოკლედ ეს არის შინაარსი ვიღაცებს გვინდოდა. ლიდერი ყოფილიყო იმ ლიდერს დაიჭერდნენ და ისევ იგებოდა ის რაც არის ხა. ამიტომ კაი, გასაგებია. ეს დამიჭირეს. რატო ბოლო რატო რჩება ახლებში და არ დატოვა იმ რატო არ დატოვებს იმ სამ დეგრადირებულს მარტო. მე ვერ მიხვდი ამ ადამიანმა სავარაუდოდ რა ტიპაჟიც არის უფრო მეტი დეგრადირებული რატო ვერ დაინახა თქვენთან მაგრამ არ ვიცი რომ ესაბს გულისხმობს რატო არიან დეგრადირებულები ეს ადამიანი ამ კითხვას რო ესეთი ფორმით წობს სავარაუდოდ ყველა დეგრადირებული უნდა იყოს გავიგე მე მეგონა შენ ფიქრობდი რომ ყველა დეგრადირებული არა ხო და მე ახლებში არა ვარ ეს არის საბოლოო კოალიცია სამი პარტიის რავი, მე მგონია რომ ამ კოალიციამ რა შედეგის დადო თუნდაც იმ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, ანუ საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, იყო ძალიან სერიოზული წარმატება. ამის ეს როგორ შეიძლება ვერ დაინახო, ვერ ხვდები. ის რომ ძალები კიდევ უფრო მეტად არის გასაერთიანებელი, მგონია რომ მაგაზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ რატო უნდა ფიქრობდეს ახლა ადამიანი რომ
აი თუნდაც მართლა დეგრადირებულად მიგაშთეს ვიღაცა რომ გასაგებია რომ მაგაში არ ვეთახე მაგრამ თუნდაც მართლა დეგრადირებულად მიგაშთეს თუ იმის გააზრება გაქვს რომ ეხა ძალების გაერთიანების აუცილებლობა არის რატომ უნდა ფიქრობდე რომ სადღაც დეზინტეგრაციის პროცესი კარგი იქნება აი თუნდაც ჩვენ კოალიციასთან მე დავდივარ და მაგრამ საერთოდ არ ვეთახები დეგრადირებულ ეგეთ რაღაც ნაწილში და მგონია ძალიან მცდარი წარმოდგენები აქვს ადამიანებზე და მათ შორის ვიღაცები ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მაგასო თავი დაანებო, ჩემი პირადი განცდები და ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ რა არის და ეგ როგორ გადადო. თუ თანხმდებით იმაზე, რომ ძალების შეკრება არის მნიშვნელოვანი და მე დავდივარ ერთ-ერთი მე დროშე ვარ, ამით ამდენი წელია. მე რანაირად უნდა მომთხოვე ხარ, რომ რაღაც დეზინტეგრაციის პროცესები დაიწყო ჩემი კოალიციის შიგნით. რანაირად უნდა დაიწყო. დიდი მადლობა ზურას ეჩქარებასთან უნდა გავუშვათ. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს.